ვაგრძელებთ ხდომას, ჩვენ შეგვატყობინეს, რომ შემდეგი პირი ცოტა ყონდებოდა, ამიტომ გაგვიგრძელდა შესვენება. ნახოთ თუ არის მობრძანებული ბატონი დავით ქანთარია, წესით უკვე უნდა იყოს დოკუმენტებსაც გაცნობილი. და თუ სამდივნოს მხრიდანაც შეფერხებები აღმოფხვრილია, გთხოვთ რომ შემოაცილოთ დარბაზში. ძალიან კარგი. ბატონი დავით ქანთარია, ბატონო დავით მობრძანდით, გთხოვთ დარბრძანდეთ თქვენთვის განკუთვნილ ადგილას. თქვენ სავარაუდოდ სამდივნომ გაგაცნოთ დოკუმენტი, რომლის თაობაზეც უნდა მეც გითხრათ 2-20 სიტყვა, ეს არის გაფრთხილება, რომ ჩვენი კომისიის წინაშე არ გამოცხადება პირველ რიგში იჯება სისხლის სამართლებრივი წესით და მადლობა ამისთვის რომ მობრძანდით და გსურთ ჩვენთან თანამშრომლობა. თუმცა არის კიდევ სხვა რამდენიმე რამ, ეს არის განზრახ ხსნა განმარტების მოცემა, ასევე კითხვებზე უარი, ან პასუხისთვის თავის არიდება, ეს ყოველივე ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას, ეს რომ თქვენ იცით და მეც რომ ეს გითხარით, ამის დასტურად გთხოვთ მოაწეროთ ხელი თქვენს წინ მდებარე დოკუმენტს და შევუდგეთ მუშაობას. ბატონო დავით, რომ არ დაგიმალოთ, წინა გამომსვლელს გაუჭირდა დროის მენეჯმენტი, რაც არ არის გასაკვირი. ვინაიდან ძალიან ბევრი უბედურება გადახდებოდა ხოლმე თავს ერთ ადამიანს. ასე იყო მის შემთხვევაშიც, იმის წინა გამოსვლის შემთხვევაშიც და თქვენ ვინაიდან სახელმწიფო სტრუქტურებში გიმუშავიათ, როგორც თქვენი განცხადებიდან ირკვევა, იყავით არჩევით თანამდებობებზეც გარდა დანიშნად თანამდებობებისა სხვადასხვა პერიოდში. თქვენ ეს არ გაგიჭირდებათ, ამიტომ ჩემი უმორჩილესი თხოვნა, რომ თქვენ 15 წუთის განმავლობაში თავისუფალი თხრობის რეჟიმში ქრონოლოგიურად გითხრათ, როდის სად მუშაობდით, რა გაქვთ კომისიისთვის იმ უხეში დარღვევების თაობაზე სათქმელი, რომლითაც ხასიათდებოდა 2004-2012 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდი და შემდეგ დაგისვამთ კითხვებს. არც იმას გამოვტოვებ და გეტყვით ბარემ უკვე თავშივე, რომ ჩვენი დღევანდელი ხდომის აი ამ კონკრეტული ნაწილის მიზანია გამოვკვეთოთ სამეგრელოში და უფრო ფართოდ დასავლეთ საქართველოში როგორ მუშაობდა ის რეჟიმი. ერთი მთავარი რაც უკვე გამოიკვეთა სამეგრელოსათვის დამახასიათებელი, თორემ ის რომ შვილს მიიტყუებდნენ პოლიციაში და შემდეგ მშობლის დაკავება იყო მთავარი მიზანი, ეს სამეგრელოშიც ასე იყო როგორც ჩანს და დასტურდება, თბილისშიც, მაგალითად ჯემალ ლეონიძის საქმე მეც დაადასტურა და ყველგან. მაგრამ სამეგრელოსთვის გამოიკვეთა უკვე ერთი მახასიათებელი კონკრეტული, რომ იყო მამა ახალაია, პროკურორი როლანდი, რომელიც უკანონოდ შავი სიების მიხედვით აუბედურებდა ხალხს, იყენებდა ბოროტად მის ხელთ არსებულ ბერკეტებს და შემდეგ თავის ორ შვილს, დათა ახალაიას და ბაჩუ ახალაიას, ერთი ხელმძღვანელობდა თბილისში უშიშროების სისტემას და მეორე სასჯელ ახსულების სისტემას, მათ მარაგებდა ამ უკანონო საქმეებითა და პატიმრებით. ეს სწორედ სამეგრელოსთვის დამახასიათებელია, ვინაიდან ეს კლანი, რომელზეც ბრაზდებოდნენ ახალაიების კლანს, რატო გვეძახდითო თავის დროზე, როცა ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით და გვითვლიდნენ მსუყე მუქარებს ამის გამო, ჩვენ გვინდა რომ ეს ნახოთ, სიმართლე იყო თუ ეს ჩვენ უბრალოდ ასე გვეგონა, რიტორიკულად ვკითხულობ. კიდევ რა შეიძლება თქვენ იცოდეთ, ამას დაადასტურებთ თუ არა, კიდევ რა შეიძლება იცოდეთ, იქნება ეს ვთქვათ ზუგდიდში, წალენჯიხაში, ფოთში, თუ გნებავთ გურიაზეც თუ იცით, დასავლეთ საქართველოსთან დაკავშირებით ქრონოლოგიურად რომ გითხრათ, გთხოვთ. დიდი მადლობა. ქალბატონო თეა და კომისიის წევრებო, პირველ რიგში
იდასტურებთ პატივისცემას იმის გამო, რომ აი ამ დარბაზში ვხედავ არანაცური და არაპორტირებულ ადამიანებს, ვინც ებრძოდა თავის დროზე იმ რეჟიმს, მათ შორის ჩემთან ერთად. მე ვარ დავით კანთარია, 1993 წელს დავინიშნე წალენჯიხის გამგებლად. ვიტყვი ამ ჩამოვყევი ამ ფორმალობას, ბევრი თქვენთაგანი მიცნობს, ვიცნობ პირადად, გიცნობთ. ეს იყო რთული პერიოდი, მანამდე მე მუშაობდი ეგრეთ წოდებულ იმელის შენობაში, იყო სახელმწიფო საბჭო, იყო ედუარ შევარდნაძის აპარატი და ერთ-ერთი მოცეულში იყო ჩემი პირადობის მოწმობა, რასაც ახლა ვიხსენებ, მე-16 ნომერი იყო მგონი, ანუ ყველაზე პირველი აპარატის თანამშრომელი ერთ-ერთი. კურატორობდით რეგიონებს, მე ვიყავი სამეგრელოს რეგიონის კურატორი, სამეგრელოს ვიცნობ ზედმიწევნით, ჯერ ესეთი როგორც კურატორობიდან, შემდეგ ვიყავი მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარე სამეგრელოსი და დამნიშნეს წალენჯიხის რაიონის გამგებლად, ეს არის 93 წელი, ვიყავი 26 წლის, იწერებოდა მაშინ ყველაზე ახალგაზრდა ჩინოვნიკი დავით კანთარია, ბევრს უკბირდა იმ პერიოდში, რომ მე მომიწია წასვლა, იწერებოდა კიდევაც, რომ მან მოკლავენ რაღაც სხვა ასეთი გაუბედურებული, გაძარცვული რაიონი დამხვდა, არავინ არ აკლებდა ხელს, არც მომხდური, არც მიმხდური. გინდა სამთავრობო იყო ძალები, გინდა ოპოზიციის, არ ქონდა მნიშვნელობა, მაშინდელ იმას ვიძახი სამწუხაროდ, რაიონს არ დააკლო ხელი არც ერთმა მხარემ, გადამწვარი რაიონი. აი ამ პერიოდში მე მუშაობ, ჩავედი და ვიმუშავე იქ 9 წელიწადი. ხმა არ გამოდის? ახლოს მოვალ. დიახ. გეტყვით ერთ რამეს, რომ ნორმალური პერიოდი არა მარტო ციხეში და იმ წლებში რაც მე გამოვიარე, მაშინაც არ მახსოვს. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშიც 4 პოლიციელი გაგრის ბიჭებიდან, გაგრის პოლიციიდან დამიხოცეს მანქანაში. ერთადერთი კაცია გადარჩენილი გია მხეიძე. ბევრისთვის ცნობილი პიროვნება. იტყვის გია. დამსვეს ერთ-ერთ ოჯახში, სადაც უნდა გამეთენებინა ღამე და შემდეგ მეორე დილით ავდიოდით უკვე წალენჯიხაში. ცხონებული გივი ლომინაძე, მივდივართ მანქანით, არის სროლა. გავიარეთ ეს ეტაპი და ხედავ, რომ რაიონიდან უკვე ამოსასვლელში თოქზე გამომული 5 მანქანა. მოყავთ. არ მინდა ხა დეტალებში ჩავიდე, რატო ყვები ამას. აი ეს პერიოდი გადავედი მანქანიდან და 5-ვე მანქანა დატოვეს ადგილზე. ამით დაიწყო ჩემი მოღვაწეობა იქ. არაფერი არ მუშაობდა, ყველაფერი დაკეტილია, ყველაფერი არ არსებობს რა, რაიონი გადამწვარი სახლები გახსოვთ, თქვენ ამ პერიოდში მოხდა ეს ყველაფერი. დავიწყეთ მუშაობა, ედიშერ ჩარგაზია დაინიშნა ზუგდიდის გამგებლად, მე წალენჯიხაში და შეუდექით ასე. აი ამ პერიოდში არც მანქანა, არაფერი, პირველი ავტობუსი გამოუშვა წალენჯიხაში, მახსოვს, გარდაცვლილია ეს ბიჭი ჩომბე, სხვათა შორის შემდეგ მაგ ავტობუსით გორში ავიდა სააკაშვილი და მე ჩამოვიდა და ვითომ წალენჯიხიდან წამოიყვანა ეს ხალხი. ტყუილი, მან იჯდა რამდენიმე წალენჯიხელი და მიიწერა ამ კაცმა, რომ რევოლუცია ეგრეთ წოდებული დაიწყო იმ რაიონიდან. ამას რატო ვყვები? ამ პერიოდში მე გავიცანი ედიშერ ჩარგაზიას ოთახში, კაბინეტში, მაშინდელი ვინმე და დღესაც არაფერს რო არ წარმოადგენს ისეთი არაკაცი და მე პირველ რიგში მოვხდი ბოდის ზუგდიდელებს, მეგრელებმა არ იციან, თქვენ გახსოვთ პერიოდი კომუნისტების იდეოლოგიური გადახვევით, რომ მეგრელი რაიკომის დივანი რო დანიშნეს, აი ჩემებს უნდა მიმხედო. დანიშნეს ერთი კუთხიდან, ჩემს ბიძაშვილებს უნდა დავერიოდო, უნდა დავიჭირო. ესეთი ხუმრობა იყო. გატანა იცოდნენ ერთმანეთს, სვანებმა, მეგრელებმა, დასავლეთის ხალხმა უფრო. ბოდის სუხდი იმ ხალხს დღეს, ვინც ოთარ პაცაციას ბილუსტრის გახსნაზე იმყოფება და მე მომიწევს. არა ლანძღვა, არა გინება იმ კაცის. ვინმაც ჩაიგდო სამეგრელო. ვინც მოაჯდა სამეგრელოს თეთრი რაშით და მოსწვა ეს კაცი მიხეილ სააკაშვილმა. მიშა
ჩემმა ეგრეთ წოდებულმა მაშინდელმა მეგობარმა. ეს არის როლანდ ახალაია. გავიცანი ედიშერ ჩარგაზიას კაბინეტში, ეს არის ის დრო, წალენჯიხას ედიშერ ჩარგაზია ვინ იყო მაშინ? ედიშერ ჩარგაზია იყო ზუგდიდის გამგებელი. ედიშერ ჩარგაზიას რატო ვახსენებ მოგვიანებით გეტყვით, ბატონო? როლანდ ახალაია იყო ერთ-ერთი რიგითი გამომძიებელი პროკურატურის. როლანდ ახალაია არ მინდა პარლამენტში მიმყოფები, არ ნამყოფი შეიძლება ზოგიერთიც ადრე მიმუშავნე ამ სტრუქტურებში და ვიცი, სადაც ვიმყოფები, არ მინდა, არ გავილანძღები, იმდენმა დამაბარა ემოციებს არ აყვე დათხოვდა, ეხლა მე რო გამახსენდება რაღაცები, შეიძლება მე წინასწარ მოგიხდით ბოდიშ და მოვხდი იმ საზოგადოებას, ვინც ამ წუთში გვიყურებს. ეს არის არარაობა კაცი. აი ეს არის სირცხულის სამეგრელოსი და კისერის მოჭრა. ეს ადამიანი და რატო უყვები ამ მომენტს? ანუ საიდან წამოვიდა თუნდაც ჩემი პირადი მიმართულებით აი ამისი აგრესია. იქ იყო გასროლეს მანქანიდან, დაბლიდან, ვიყავით მე ჩარგაზია და ეს დაიმალა. ეს არის მშიშარა კურდღელი, რომელიც შემდეგ გამყარდა რაღაცნაირად მოვაჯდა მთელ სამეგრელოს და გახდა ლევან დადიანი თავისი ჭკუით, რომელმაც დაჩაგრა სამეგრელო, რომელმაც მე ხშირად ვახსენებ, რომ მან სამეგრელოს მოუწყო ეგრეთ წოდებული მეგრელთა საქმე. 12 წელია და მანამდეც მე გამოვდივარ იმით ძალიან მოკლე ვიქნები ქალბატონ თე, იმიტომ რომ თუ ვინმეს ახსოვს ჩემი გამოსვლები სატელევიზიო გინდა პრესით, ფეისბუქით, არ ვიცი, სხვადასხვა სოციალური ქსელით, მას არასდროს პასუხი არ გაუწია. აი ახლა რაც აი ამ კაცმა მოყვა, წულაიამ, შვილები რო დაუჭირეს, თვითონ დაიჭირეს, ქონება წაართვა. როლანდ ახალაია ზუგდიდმა გამოაგდო თავისმა თანამშრომლებმა. კარები აუჭედეს და რის გამო? რომ გამოძიებასა და მის რაღაც სამსახურს შორის წილების გაყოფაზე. აი ეს არაკორუმპირებული ახალაია, რომელიც შემდეგ ჩვენ გვიჭერს კორუფციის გამოგონილი ბრალდებებით და გვიშევს ციხეში მთელ სამეგრელოს. 400-ზე მეტი ჩინოვნიკი. მე მაქვს იქ მოცემული თქვენთან. რამდენჯერ მიჩქავს ამის შესახებ. 400-ზე მეტი ჩინოვნიკი. ადამიანებს იჭერდნენ, რიცით, აი სიებით რა, სიები იყო ჩამოწერილი და წეღან ეხლა თქვენ რაც მიხსენეთ. ეს იყო კონვეიერი, მამა და შვილები, ერთი ოჯახი. არ იყო მაშინ ინტერესთა კონფლიქტი ან რამე არ იყო კაცო. მამა იჭერს, ანუ აძრავს საქმეს ვიღაცის მიმართ, მისი ერთ-ერთი შვილი, რომელიც არ მოუხდია სასჯელი და კომისიას მე არ ვსვამ შეკითხვებს, გასაგებია მე თქვენი შენიშვნების ხევის მიმართ ვერჯერ მოვისმენ, მაგრამ ვეკითხები იმ ხალხს. გასულა ერთი დღე მაინც რომ ახალაია გვარი არ უხსენებიათ. ან შვილი ერთი, ან მეორე და მამა. აი დღეს რაც წულაია მოყვა. მე რომ ვიყო, დაუშვათ, ხო? დღესვე მას უნდა დაადონ ესე სამაჯურები ხელის და უნდა გააქანონ ერთ ადგილას. როლანდ ახალაია თავისი პირადული ნაწწყენის გამო ჩემთან ერთად კამერაში იმყოფებოდა სარდან ბერულავა, პოლიციის თანამშრომელი, 65 წლის კაცი, რომელმაც გამოიარა ის საპროტესტო აქცია, სადაც ახალაიას კარები იყო აჭედილი და ცოტათი ნასვამმა წაიმღერა, რომ ეს არ გახნის წინ იყო გასაკეთებელი. ეს დაუმახსოვრა, დაიჭირა და მას ჰქონდა ესე ტომებით ახალაიას მიმართ საქმეები. ეს კაცი არ ვიცი ახლა კომისიას რამდენად ექნება ამ დრო აი ამ საკითხების ყველას დასაკითხად, მაგრამ ძალიან საინტერესო არის მის მიერ იქ მაშინ რასაც ის წერდა იმ კამერაში, სადაც ჩვენ ვიჯექით.
ქალბატონო თეა, თქვენ არც ერთი საპროცესო და სასამართლო არ გამოგიტოვებიათ სერგო ჩაჩიბაიას. როცა თქვენ გამოჩნდით პოლიტიკურ ასპარეზზე, მე არ მიყვარს არაფერი ეს ლიქნელებს პირიქით ვერ ვიტანდი რა ვიღაცა რაღაცას ამიწყებდა თანამდებობაზე, აი იმ ხალხს ვერ ვიტანდი საერთოდ რა, არც ველაპარაკებ. მაგრამ თქვენ ყველაფერი იცით. იგივე ახალაია შესახებ. რა დღეში ჩააგდო ჩაჩიბაია, დაიჭირა ერთხელ, დაიჭირა მეორეჯერ და დაიჭირა იმ პირობებში, როცა მან გამოიჩინა თავი და გამოჩნდა პოლიტიკაში. როლანდ ახალაია მე პირადად მანამდე ბოდიში როლანდ ახალაია დაიჭირა სოსო ჭანტურია აბაშის ყოფილი გამგებელი ყოფილი პარლამენტარი სოსო ჭანტურია გარდაიცვალა ციხეში რატომ როლანდ ახალაიამ გაშვების წინა ღამეს უნდა გამოსულიყო სოსო გაშვების წინა ღამეს დაუმატა სასჯელი მანამდე სოსოს გულის შეტევით გადაიყვანეს და ვიტყვი ვიქნები მე რახან ხო ვაწერ სიმართლეზე ვიტყვი ერთ რამეს მელიამ უმკურნალა მას და ახლობლობდნენ აი ეს ანზორ მელია რომ არის კარდიოლოგი და იწვა სამამტყოფოში რამდენიმე თვეზე მეტი ალბათ შემდეგ დააბრუნეს ციხეში სოსო გამწარებით იხვეწებოდა კამერაში რომ წამიყვანეთ არ მომკლათ აი აქ მომკლათ რა ძლივს გამოიყვანეს დასჭირდა შუნტირება აი ეგ არის კაცი და შევეკითხოთ ფაქტებით ვილაპარაკოთ მე არ მომყვები რაღაც მიკიბულ მოკიბულს აი ყველაფერზე დაგიდებთ ფაქტებს და მე კომისიამ გადაწყვიტოს, ამას ბოლოში გეტყვით, ძალიან კარგი იქნება. დააბრუნეს ციხეზე, გადაიყვანეს ზონაში და უნდა გავიდეს ხვალ, დაუშვათ. დღეს წაუკითხეს ახალი ბრალი და დაუმატეს 2 წელიწადი. სოსოს. იმ ღამესვე გული გაუსკდა, ეს შუნტირეთ სადაც ქონდა, ეს გული გაუსკდა და გარდაიცვალა. სოსო გაასვენეს რეზბანიციდან მორგი იყო იქ მე დღემდე ჩამესმის ყურში გასვენების დღე როცა იყო პატიმრის რამდენიმეჯერ იყო ზარის დარეკვა და სულხან მოლაშვილმა და დათო მირცხულამ არ დაუშვეს ის რომ როგორც ზოგიერთ და იქვე იყვნენ სხვათა შორის ორივე ესწრებოდა მე არ ვიყავი მაშინ მეორე დაჭერილი არ ვიყავი და რომ სოსო გამოტენეს უკაცრავად შიგნით ნახერხით და რაღაცა კუნძი ჩაუდეს აი ეს სულხანამ და დათო მირცხულავამ არ დაუშვა და ესე გააპატიოსდეს მიცვალებულია გამოუშვეს აბაშაში როლანდ ახალაიამ დაიჭირა მე ესართია რომელსაც მოსამართლემ უთხრა რომ უნდა გახვიდე გარეთ გაუშვა და კარებშივე დაახვედრა ახალი ბრძანება ნუ ის მოსამართლე რომ ეგრევე რომ დასაჯეს და დაურეკეს და ზარები რომ წავიდა მის მიმართდა მაგას რომ ნოტარიუსები ყავდა მოსამართლეებად ეს ცნობილი ფაქტია კაცი შეაბრუნეს უკან როლანდ ახალაია მას ჰქონდა ერთი შექმნილი ასეთი რაღაცა ტროიკა ეგრეთ წოდებული აი ეს არის მნიშვნელოვანი აი ყველა ფაქტს ეს დაედება თქვენ გახსოვთ მერაბ ერქვანია ეს ჩემი მერაბი ქვარაია თქვენი კოლეგა დაიჭირა და რა მარტო მერაბი რამდენიმე კაცი 17 კაცი საუბარი იყო ბეჟანგონავაზე ბეჟანგონავა უნდა დაეჭირათ და უნდა გასულიყვნენ ჟვანიაზე მაშინ იზრდება სიტუაცია ამათ შორის შიგნით და უნდა გავიდნენ ბეჟანზე იმიტომ რომ ბეჟანი ჟვანიასთან დაახლოებული პირი იყო და სხვათა შორის მე გახდა ჩემი ჯერ იყო ეგ იყო პირველი მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარე მე
ვიყავი მე და ბეჟანი მე დათანხმდა იმას რომ მოადგილეთ ყოფილიყო ჩემი. როლანდ ახალაია ყოველ დილას აი ამ ოფისში ზუგდიდის დადიანების მუზეუმთან იცი თქვენ პარტიის ოფისი იყო ჩვენი რეგიონალური ყოველ დილას მის მერე რაც გამოაგდეს თანამშრომლებმა ატუზული მხდებოდა ბუხართან და კიდე კაი ცეცხლს გვახვედრებდა ბეჟანის მე და ამის მოვალეობა ეკისრა მას ითხოვდა გამწარებით ითხოვდა იმას რომ ესე იგი ვინმე დაგვესაქმებინა სადმე აქ თბილისში რომ იქ არ დაედგომებოდა და არავის არ უნდოდა ეს კაცი დასანახავად და მოხდა ისე რომ სააკაშვილს დააკავშირეს ეს პიროვნება მე მანამდე სხვასთან მქონდა შეხვედრა ახლა არ მინდა ეს დეტალები იყო საჯაია ცხონებული მე მთხოვე და კაცზე მაინც მთხოვე ამაზე ნუ მთხოვო იყო ეს მომენტიც და ბოლო ეს კაცი აფაქიძე იყო კიდე ჩართული თორნიკე და დააკავშირეს რა სააკაშვილს და აიყვანა აი ახლა მიშა მე ვიცი შენ ძალიან ხშირად უყურებ ამ იმებს რა შენ ხომ მოხვედი იმით რომ არაკორუმპირებულები უნდა მოგეყვანა და გვერდში დაგეყენებინა და რომ გამოფინე ეს შენი ნამინისტრალები და ზოგიერთმა იმდენი ქონება რომ წაიღო აქედან და დღემდე რომ ოპოზიციისთვის არ დამთავრდა ეს ფულები მიშაში არაკორუმპირებულო შენ არ გახსოვს ის რომ შევარდნაძეს ეუნებოდი ჟვანიას ეუნებოდი დათო კანთარია არის ის პიროვნება ერთ-ერთი ძლიერი გამგებელი და ის უნდა იყოს იქ არ მინდეს წვრილმანი გუბერნატორა და ასე შემდეგ 9 წელი მიმუშავე წალენჯიხაში ერთი ფაქტი ვერ იპოვეს ამათმა და წალენჯიხის ფაქტზე ვერ დამიჭირეს დოგმა იყო ასეთი კომპანია საექსპერტიზო ბიურო რომლის ხელმძღვანელი გახდა ციმინტია სხვათა შორის მერაბის მამის ერთ-ერთი აი გვარის ის ინიციალები შედის ამაში აი დოგმა აი ეს დოგმა მამამისი მე გარდაიცვალა მერაბის ცხონებული და მამამისი არასდროს არ ჩაერეყოდა ამ დოგმის საქმიანობაში აი ეს დოგმა ეხლა მე თქვენ ტელეფონში მაქვს მე არაფერი არ ჩამომიწერია არც შპარგალკით არ მოვსულ არ მჭირდება რა დოგმა ასრულებდა ტროიკის ფუნქციას. როლანდ ახალაიას ეს დოგმა ყავდა კაბინეტში. ეს დოგმა საპარლამენტო სპეციალურმა კომისიამ და სასამართლომ ჩათვალა როგორც ყალბ დოკუმენტად. გესმით? ყალბი დოკუმენტის საფუძველზე, ვინმე ციმინტია საფუძველზე როლანდ ახალაიამ აი ესე ტრაფარეთ თლიანად აი ესე იწერებოდა და იჭერდნენ ხალხს. დოგმას საფუძველზე ვარ დაჭერილი ორჯერ. აი დოგმას ექსპერტიზის და ასეა ყველა თანამდებობის პირი. სამეგრელოს მიმართ გატარდა სპეცოპერაცია. აი სპეცოპერაცია არ ვიცი ვისთან იყო ეს შეთანხმებული. ეს აწყობდა თუ არა მიშას თუ ეს იყო მისი თვითშემოქმედება გაბრაზებული ყველაზე ყველა თანამდებობის პირზე ვინც მაშინ ვიყავით. მე მაშინ ჯერ კიდე წალენჯიხის მომენტებს ხვდები. ყველაზე აი ამ კაცმა თავისი სიბრაზით აი ესეთი ბოროტი იმებით გამიზნულად დაიჭირა 400-ზე მეტი ჩინოვნიკი. და ორჯერ დამიჭირა მე. ასევე რამდენიმე არის კიდე პიროვნებები რომ მაგრამ ამათი სახელები არ ყვიროდა მაშინ მაპატიოს ყველამ რატომ? იმიტომ რომ ზოგთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება არც აწყობდა იმ ხალხს. დაუშვათ გამომზეურება მე ძალიან მიჭირს ახლა რატო იცი? მე რატომ მოვედი აქ? ამას ცოტა მოგვიანებით გეტყვით. ფოთის მერი ვარ მე გვემნიშნავს შევარდნაძე თქვენ ბრძანეთ ქალბატონო თეა რომ არჩეული იყავით თუ დიახ მე ამირჩია ფოთელებმა და დღემდე ვახსოვრთ დიახ მე აგერ გეუბნებით ყველას მე მაქვს ჩემი ავტორიტეტი ჩემი ღირსება მე ამას ძალიან უფრთხილდები და ეხლა მაქსიმალურად ვიკავებ თავს რომ არ გადავიდეს იმაში რა ზედმეტებში და მაქსიმალურად ვაკონტროლო ამ წუთში ჩემი საკუთარი თავი
და იმ ხალხის ნდობა და სიყვარულის არ დავკარგვა, ვინც მე ახლა მისმეს და ჯერა ჩემი. მე არ მაინტერესებს ღრმად პატივცემული მოწერილია რა სიტყვის, რომელიც მერე მოასვა ერთ-ერთმა აქ ჯდომა ამ სკამზე იჯდა. და რო იფიცებოდა მე არ ვარ ნაციო, აი ამ კაცმა მოასვა სამეგრელოს უკვე მეორე ავამტყოფი ოჯახიდან წამოსული. მამამისი გარდაიცვალა, არ მინდა დღეს. მოდით ოჯახებს ნუ შევეხებით, ვის გულისხმობთ თქვენ? ეს არის მოწერელია. ვის გულისხმობთ თქვენ ადგილას ვინ იჯდა? ჩემ ადგილას იჯდა გახარია. გახარიაზე ამბობ? დიახ. გახარია რო იძახის დღეს ნაცია, რომ მანამდე რა, არ მინდა თავმინდევრულად მივყვეთ. დიახ. მოწერელიას მამა იყო ჩემი მოადგილე. პატივცემული ჩემთვის არასაპატივცემულო კაცი ირაკლი მოწერელია. როცა მე დავინიშნე და დაეწერა ყველა მოადგილეს განცხადება და ისინი გადადგნენ. შემდეგ იქ მოხდა არჩევნები დაინიშნა და მაშინდელი წესით უნდა ერჩიათ საკრებულო და საკრებულოდან პრეზიდენტი ნიშნავდა იმას რა. მერს. აი ესე ამირჩია მე ფოთმა პირველ ნომრად. ოპონენტი გავიდა მეორე თუ მესამე ადგილზე არ მახსოვს. დიახ. ნუ მაშინ მე რო დამნიშნეს იყო იქ მთელი ამბები, გადაკეტვა გზის, რა ქვიან, ეს კანთარი აღარ დავინიშნეს ესე იგი კონსტიტუცია დაამხო თავს ხალხს და იწერებოდა მთელი ამბები, მე არაფერს არ დავმალავ რა, ვიტყვი გულწრფელად და ადამიანურად კაცურად ვიტყვი რა, მირჩევნია ესე ვიყო ბოლომდე, ვიდრე ვიღაცას რაღაცა თავი დაუდოდა და რაღაცა იმას ქნა რა. აი ეს პატივცემული კაცი არ აირჩია ფოთის საკრებულო. აგერ არის ყველა ცოცხალი კაცი რა, რამდენიმე წავიდა, მათ შორის თვითონ. რათელში იყოს კი ბატონო. ამ კაცმა რო დაიწყო წერა, არ დაამთავრა, ესე მარტვილის რაიკომის დივანი გავხდა თავის დროზე და იქ დღემდე არსებობს ესეთი ისა. და ყავდა მას დაქირავებული ჟურნალისტი რა. ეხლა მე აქედან რო გავალ მე ნახეთ თქვენ ვიღაცები და ძალიან ბევრი ბულინგი მიდის რა, ახალგაზრდებმა არ იციან რა ხდებოდა, მე მაგათ მიმართავ რა. მაგათ მიმართავ იმ ახალგაზრდებს ეხლა ქუჩაში რო გამოდიან და ახალაია რო გონიათ მთავარ ანგელოზი. რო ნიშა სააკაშვილი გონიათ აი ყველაზე მაგარი კაცი და ყველაზე ქონებები რომ წაართვეს ხალხს. აგერ არის კომისია. ჩემი ქონებები შეამოწმეთ. აი იმ წლებში რა 2003-ში გადავდექი მე შევარდნაძე რო გადადგა წავედი ტელევიზიაში და მე გადავდექი. და ხალხმა იქ დაცება გამომაცილეს ტაში, დაცები მოვიდნენ უკვე იქ დგანან, ტაში დაუკრეს, რომ კაცურად მოიქცა გადადგაო და წამოვედი ხო? აი იმის მე რა გაგრძელდა, მაგრამ რა გაგრძელდა, პირველ დაჭერაზე მე ვარ როლანდ ახალაიას კაბინეტში. თვითონ დამიბარა ძველი ნაცნობობის ხატრით და თავიდან იყო როგორი იცი როლანდი ნესტორიჩი ვისაც დაიჭერდა იბარებდა მერე და რა არის იცი კაცო მე შენ ხომ დიდ პატივს გცემდი და აქცემ და მე რა ვქნა ეს ზემოდან მოდიც და ესე იგი პრეზიდენტის აი მიშას უშვებდა წამდაუწომ როგორც კი უნდა არა ეს მოდის ზემოდან რომ მე აქ ხო იცი ზუგდი დელეგაცი ვარ, მეგრელი კაცი ვარ და მე ეს არ მჭირდება და რა ვქნა და გია დარჯანია დაიჭირა ყველაზე წინ, ფოთის მერი, პატიოსნესი კაცია კაცო. გიას არაფერი არ გააჩნია. აი წავიდეს ეს კომისია აგერ არის ჟურნალისტებს მიმართა, ყოფილს, ძველს და ახალს. წავიდეთ. ნახოთ დავით კანთარიას ქონება. და ნახოთ როლანდ ახალაიას ქონება, რომელსაც მე დაგისახელებთ ახლა. გაიაროს როლანდ ახალაიამ ჩემს გვერდით. ან ვისაც დავასახელებ ამის მერე იმ ხალხმა და იმ ქალაქში გაიარონ, წალენჯიხაში, ზუგდიდში და ვის როგორ შეხვდებიან აი სიტყვაზე. წეგან თქვა წულაიამ სახლიდან ვერ გამოდისო. როგორ უნდა გამოვიდეს ახალაია სახლიდან. მაგრამ მე გილოცავ ყველას. ახალაიამ გახსნა Facebook-ი. ეს ძალიან მაგარი ფაქტია და თქვენ გეუნებათ. ხელისუფლებას ეუნება ყველა ჩვენთაგანს ალბათ რომ იმ ხელისუფლებამ დააყენა საქართველოში 38 წელი. 37 არ ამბობს, იმიტომ რომ 37 წელი მე პირიქით უთხარი რომ მან და მისმა ზემდგომებმა დააყენეს იქ.
იმაში სამეგრელოში. პირველ დაჭერაზე გავის კაბინეტში მეუნება რომ დათო მე ამოვიღე ფოტომასალა. რა იყო ფოთი ჩემამდე და რა გავაკეთე მე პირადად. არ იყო ფული, არ იყო არაფერი, წალენჯიხის ბიუჯეტი დავტოვე 1.5 მილიონი. ფოთში დავხვა 15 მილიონი. ეხლა ეს არის სასაცილო ციფრები. არაფრისგან მინდოდა, ვიყავი ახალგაზრდა და მინდოდა რომ რაღაცა გამეკეთებინა, დამეტოვებინა ჩემი სახელით და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მუშაობდი დღე და ღამე. მე არა ვარ მამა აბრამის ბატკანი, აგერ ჩვენ დაგვერქვა ესეთი შევარდნაძის დროინდელი, გესმით? შევარდნაძის დროინდელია, значит, უკაცრავად ესე იგი კორუმპირებულია. მე არ მიცხოვრია ხელფასზე, მაგრამ მე არ მიფათურებია იმასე ბიუჯეტში ხელი. მე ამას კაცურად ამბობ ისევ. წალენჯიხიდან ზოგჯერ მე არ მქონდა ბენზინის ფული, რომ წამოსულიყავი ედუარდ შევარდნაძის თათბირებზე. ფოთში მე გამისდა სხვა შესაძლებლობა ვიღაცა ბიზნესმენი დამხმარებოდა რაღაცნაირად კი ბატონო ეს არ შეიძლება კანონიერად რა ქვიან ჩინოვნიკისთვის მაგრამ მე რა ვქნა ახლა მე გამოვიდე აქ და ვილაპარაკო რომელი დამიჯერებს რომელი ქართველი დამიჯერებს იმას რომ მე ვიყავი 400 ლარიან ხელფასზე ხო იყო რაღაც სხვა მომენტები რითაც მე ოჯახს ვარჩენდი ჩემ შვილებს და საუკეთესო შვილები მყავს. მაგრამ ბიუჯეტიდან ფული არ აგიღია. არ ამიღია. ერთ-ერთი გეტყვით ქალბატონო თეა. ის რაც მე ჩამიწერეს ბრალდებაში. აი ეს გვაინტერესებს დიახ თუ შეიძლება. ბრალდებას წერდა ირაკლი მოწერელია. და მის შვილს ალექსანდრე მოწერელიას. აგერ არის ბატონი სოზარ სუბარი. ხართ თქვენ თუ იმას გახსოვთ რომ მე ავტეხი ერთი ამბავი ეხლა ვისთან ეხლა მაქვს მიკროფონი კანთარი აგინებდა იმას თამადა იყო სადღაც ქორწილში და აგინებდა იმას ახალაიას და ეს ამბები და ისო შეწოხებულია და რატო სადაც ჩამივარდა მიკროფონი იქ მე ვაგინებდი სააკაშვილსაც და იმასაც როლანდ ახალაიას რა და ვამბობდი ჩემს სათქმელს სადაც ვიყავი ის ხალხი დაიჭირა აი სადაც ხო მივდიოდი ბრალდებას წერდა ქალბატონო თეა და ბატონებო მოწერელია და შვილს დაქონდა გამღამობით როლანდ ახალაიასთან აი ამ ვაჟბატონს რომელიც იყო დაჭერილი და ეს ხო იცი რა კორუმპირებული ვარო მაგათი მეთოდი გეტყვით ჟურნალისტის მოსყიდვა მიცემა ფულის და კარგად დაწველა ერთ-ერთმა ფოტელმა ჟურნალისტმა რომელმაც ჩირქი ძალიან ბერძვი მომცხეს და ბოლოს როდესაც მე ის თქვი რომ ეგ იყო ზონდერი ეგ და მამამისი ნახევარი ფოთი დაიწირეს კაცო ექიმები დაიწირეს კაცო ბატონო დავით თუ არ გეწყინებათ გაგაწყვეტინებთ ზოგადი სურათი დავინახეთ თითქოს და გაწყვეტინებთ რატომ ხომ არ იქნებოდა უპრიანი უფრო რომ თქვენ მინიმუმ ორჯერ თქვით ორჯერ დამიჭირესო სააკაშვილის დროს რამდენჯერ მეტქვით აი პირველი სისხლის სამართლის საქმე რასეხებოდა როგორ მოხდა რატომ დაკავება მომენტი რო აღვიწეროთ სად იხდიდით სასჯელს თუ მოგისაჯეს თუ არა და სად იყავით დაკავებული როგორ პირობებში რატომ და როგორ გათავისუფლდით და მეორედ რაღაცომ შეგაბრუნეს ციხეში აი ეს რომ გითხრით პირველად ეს ზოგადი მიმოხილვა იყო მადლობა ეს ქალბატონო ამის საშუალება რომ მომეცა ბევრს არ ეძლებოდა ეს მე წინა იმებში ნახე იმიტომ რომ იქ კონკრეტიკაზე იყო საუბარი და ვინაიდან მე სამეგრელოს თემა ვიცი და იქ ქვაც ვიცი სადაც დავტოვე ამისთვის ალბათ იყო ეს შესავალი საქმე დიახ აუცილებელიც კი ბატონო გისმენთ კონკრეტიკას რაც შეეხება პირველი დაჭერა ჩემი მე მიჭერენ როგორც ფოთის მერს უკვე გადამდგარს და მიბარებს როლანდ ახალაია ზუგდიდში მე ვხედავ უკვე არავინ არ არის იმის მიამიტი კაცი არასოდეს არ ყოფილვარ
ახვლედიანი თუ გახსოვთ თქვენ ვინმე უგულავა იყო მაშინ გუბერნატორი. გიგი უგულავა არის სამეგრელოს გუბერნატორი. გიგი არის უგულავა იმ პერიოდში და მას ყავდა მოადგილე აქედან წაყვანილი სათვალებიანი ბიჭი იყო. შემდეგ თბილისის მერიაში ცხავდა. დიახ, ახვლედიანი, ხო? ახვლედიანი, კი ბატონო. კი ბატონო. კი ბატონო. ახვლედიანმა შეეკრიბა იქ ჟურნალისტები და უთხრა რომ ამ დღეებში დაივიჭერთ დავით კანთარიას და ესე იგი ერთ-ერთმა მითხრა რა მომიტანა ამბავი და ამის მომტანი ძალიან ბევრი იყო ახლა იქ 3-4 კაცი რო დაილაპარაკდნენ და ჩემს შესახებ და მე ერთ დეტალს გეტყვით კიდე ვიცოდი რომ ახლა საქართველოა და რა თქმა უნდა ინფორმაციას ფლობდი დაურეკე მე ამ ახვლედიანს და მე უთხარი სახე არ მახსოვს მამუკა მე მგონი მამუკა მეთქი დავით კანთარია ვარ მე აბა რა გინდა მომიყევი მეთქი სად მიჭერენ როდის მიჭერენ რატომ მიჭერთ მე ამ დროს თქვენ მერი აღარ ხართ არა მე მუშაობთ ამ დროს სადმე არა რომელი წელია ეს არის 2000 იმ წელი ქალბატონი მე მივედი ტელევიზიაში 2003 წლის 23 ნოემბერს და თქვი ედუარდ შევარდნაძე გადადგა ჩათვალეთ რომ მე აღარა ვარ ფოთის მერი მე მქონდა შემოთავაზე ერთი დეტალი რომ ავტობუსით წამომიყვანა ხალხი მე ამათ ყველას ვიცნობდი და მეგობრობდი ჩვენ მორთო ერთი პარტია იყო ხო მოქალაქე კეთილში ჟვანია ზურა სააკაშვილი ნინო ბურჯანაძე და ასე შემდეგ აბსოლუტურად ყველა მიცნობდა კაც მე რა დასამანია და ერთად იყავით ხელისუფლებაში ესე რომ ვთქვა ჩვენი პერიოდი ნუ ის შევარდნაძის დროს სააკაშვილი ედუარდ შევარდნაძემ წარადგინა ბაკეში და მხარზე რო დაკრა ხელი გახსოვთ თქვენ მაგრამ ეს კაი გაგებით გააკეთა აგერ იყო ფიცის დადება ცერემონიალი ედუარდის და მიშა სააკაშვილი ბატონო ედუარდ თქვენს სახელს თქვენს გამიქვებ ვართ ერთად და თქვენს გამო დავარქვი ისაო ედუარდიო ჩემს შვილსო არა და სიმავრს ქვია ხო? მეორე მომენტი ისეთი მოქალაქეთა კავშირის ფრაქციის თავმჯდომარე იყო პარლამენტში. მე ვიყავი რეგიონის პარტიის თავმჯდომარე, ხო? კი, ესე იგი შევარდნაძის ხელისუფლებაში სააკაშვილი თქვენ ბურჯანაძე ჟვანია ერთად იყავით ხელისუფლებაში, ზოგი ცენტრალურში, ზოგი ადგილობრივში. დიახ, მაგრამ ის მე ხო მოხდა მაგათ შორის განხეთქილი მოხდა, კი ბატონო. მერაბიშვილმა რომ მიცა ვაშინგტონ პოსტ რა ქვია ინტერვიუ რომ შევარდნაძე დაბერდა და უკვე ვეღარ არივარგებს ესე იგი ხელისუფლებაში სათავეში აი მის მერე დაიწყო მოხდა გადატრიალება ეწოდა მე ამას მოგვიანებით ფაქტურად ეს იყო გადატრიალება ჩვენ შევიკრიბეთ მაშინ 30 კაცი ვიჯექით პარტიის თავმჯდომარე რეგიონებიდან პრეზიდენტის კაბინეტში და უკვე მიცემული აქვს ინტერვიუ მერაბიშვილს და აი წერილის განხილვა მიდის ამ წერილის განხილვა მიდის სადაც მე დავინახე მომენტი რომ სააკაშვილი რას წარმოადგენდა მიშა და მე მიტინგი ჩავატარე რა აი პირველი დაჭერა რას უკავშირდება მე ჩავატარე მიტინგი რომ ეს ძალა მოდიოდა ფოთში ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან პორტთან ჩავატარე 3000 კაციანი მიტინგი მაშინ ესე წარმოგიდგენი აქ მიტინგები მიდის და იქ მე ვატარებ მიტინგს და ამბობს სიმართლეს რომ ჩვენც ვართ ახალგაზრდები ჩვენ ვიცნობ ამათ მე ჟვანიაზე ვერ ვიტყოდი ძვირს და არც ვიძახი დღეს არ მოიტყვი იმიტომ რომ ჟვანია პირველ დაჭერაზე ჩემი დაჭერის წინააღმდეგი იყო და რომ გარდაიცვალა იმ დღეს გამოვედი ზუსტად სხვათა შორის და ის წინააღმდეგი იყო მე ვიცი ეს საუბარიც დაჟე მან წარმოადგინა უკაცრავად ამ სიტყვაზე მან თქვა რომ დავით კანთარია გაუშვათ გუბერნატორად ეხლა ჩვენი ხელისუფლების დროს უკვე როცა მოვიდნენ სხვათა შორის სააკაშვილს ხმა არ მოუღია და დასტური მისცა ნინო ბურჯანაძემ და ადგა მერაბიშვილი და ეს კაცი ჩვენ წინააღმდეგ მიტინგი ჩაატარა ჩვენი წინააღმდეგია და ნუ შევეჩოთ ახლა ამ იმას ესე ჩაკვდა იქვე მივედი ნუ პირველი დაჭერის მომენტია ხო აი რას ამბობს სააკაშვილი ამ შეხვედრაზე ბატონო ედუარდ თქვენ ამ ქვეყანას შეძინეთ ფუნქცია თქვენ ხართ ეს გაგვიჭერით გზა ევროპისკენ და იქ ჟვანია რო წამოდგა და მე ვარ პირველი ევროპელი მაშასადამე ქართველი ნუ პირიქით მე ვარ ქართველი მაშასადამე ევროპელი ეს სიტყვები მაკედან ყოდის მაშინ დაიწყო ღვთნისა და აღჭურის პროგრამა მაშინ დაიწყო ტრასეკას პროექტი გაიხსნა იქ რა ქვია სუბსიდ ტერმინალი და ასე ტაბუ დადებულია დღეს ეს თემა ისევე როგორც შევარდნაძეს დაადეს ტაბუ მაგის სახელისება ძალიან სამწუხაროა მაგრამ ბევრს არ უნდა აი ესე დავედო ჩვენ ტაბუ
შევარდნაძის დროინდელი ვარ მე. როცა გაახსენდებათ, რომ დაუშვათ რაღაც მომენტებთან იყო საუბარი. კი, სააკაშვილის შევარდნაძის დროინდელია. არის და მაგიტო გეუნებით. ეს კაცი გარეთ ამბობს სხვას. შევიდა და მაპატიეთ რა, ძლივს გამოვიტანეთ აქეთ რა. კარგი. ბატონო დავით, თუ არ გეწყინებათ ასე გეტყვით, მე ჩემი ბრალია ეს ცოტა მიჭირს მოყვეთ აზრებში. იმიტომ რომ თქვენ იმდენ ინფორმაციას ფლობთ, ერთი ამბიდან მეორეზე გადადიხართ, იმიტომ რომ გზადაგზა გახსენდებათ ეთყობა ის მძიმე წუთები. მოდით შევეცადოთ, რომ დაუბრუნდეთ პირველად დაკავების მომენტს. ესე იგი, თქვენ ამას როგორც მივხვდი, უკავშირებთ იმას, რომ როდესაც სააკაშვილი და მისი ეს ხროვა ცდილობდა შევარდნაძის გადაგდებას, ხელისუფლების გადაგდებას, აქ რუსთაველის გამზირზე იყო მიტინგი. თქვენ მაშინ ხართ ფოთის მერი, სწორად ვამბობ? და ფოთში ატარებთ სააკაშვილის აი ამ მისწრაფების წინააღმდეგ მიტინგს. და აქ ჩაისახა ის დიდი ბოღმა, ასე დავარქმევ, ამას ამბობთ სააკაშვილის გულში და მერე შური იძლია? ბოღმა შეიძლება მანამდე ჩაბუდებული იყო, როდესაც ედიშერ ჩარგაზია გარდაიცვალა, ის მუშაობდა მასთან და ედიშერი მოხსნა ამ კაცმა იგივე ახალაიების და სხვების იქ ინფორმაციების მიტანით, რომ გაანთავისუფლა, მიიღო იმ დღესვე ინსულტი და მის ქელეხში მე ვიყავი ხელმძღვანელი ქელეხის. ღმერთმა გაანათლოს ღირსეული კაცი იყო ნამდვილად. რაც შეეხება მიტინგს, დიახ, მე ჩავატარ ეს მიტინგი, ამის ვიდეო კადრები არის ნებისმიერ იმაში წყაროში რომ შევძანეთ, ნახავთ და მე თქვი ჩემი სათქმელი, რომ ესეთი ძალა მოდის, რომელიც, რაც იყო იქ და ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი ჩემი დაჭერის. დაგიბარეთ როლანდი ახალაიამ. ბატონო? და როლანდი ახალაიამ გიბარებთ, რომელი წელია ეს 2004, ალბათ? დიახ, ეს არის 2004 პირველი დაჭერის წელი, თავის კაბინეტში შევხვდით ზუდიტში. დიახ. და ჩავიტანე ეს ფოტომასალა. როლანდი მეუთხარი, ესე ვიყავით ჩვენ ურთიერთობით, როლანდ ნესტორიჩ და დათო, დავითი. მეუთხარი რა ხდება როლანდ, რატო სამეთქი? დავით, მე დღეს უნდა დაგაკავოთო. დღეს ჩვენ უნდა დაგაკავოთო და შემდეგ მე დაგეხმარებია. მე ხო იციო რომ წეღან რო აღნიშნე ზოგად მიმოხილვაში და იმ დაგეხმარებია იმ კუთხით რომ მაშინ არსებობდა საპროცესო გარიგების ფორმით ესენი უშვებდნენ ასე, ნუ მე ვუთხარი, რატომ მიჭერ როლანდ მეუთხარი? აი კაცურად გეკითხები. რატომ მიჭერ მეთქი? რა მაქვს მე ვუთხარი ბიჭო. საადამიანური ენით. და დაუყარე მაგიდაზე ეს ფოტომასალა, საერთოდ ჩვევად მქონდა, ნუ რა იყო, ჯერ ვიღებდი ამ ფოტოს, ვაღებ ზოგჯერ ჩემითაც და მე რა გაკეთდა, ხო? ფოტოში თქვენ მიერ, დიახ, აჩვენეთ ეს. ეს ფოტომასალა დაუდე მაგიდაზე. დახედა ეს არც აინტერესებდა მაგას და მე ამოვიღე ერთ-ერთი ფოტო. აქ დღეს მოწერილია ირაკი. აქ მე და გავდით ხეებს, სადღაც მაშინ ჩემი მოადგილე იყო ჯერ კიდევ. მე ვუთხარი ამ კაცის საჩივრებით მიჭერ მეთქი დღეს. ვინ არის ეს? აბა მაჩვენი და ის აბა მაჩვენი რომელიაო, მაგი რომელიაო იქ მოწერილია მეთქი. ვაჩვენე და დათო დავიღალეო რა. იმდენი საჩივრები მოდისო ფოთიდან, რა ასეთიო მე მაშინ არ მახსოვსო რა, იმდენი ის მოდისო რა. არა მარტო შენზეო, ნახევარ. გაჩვენათ ეს საჩივრები. არა. ეს საჩივრები არ უჩვენებიათ, იქ ბევრი ლაპარაკი არისო, მე უკვე ავყევი ემოციებს და იქ ცოტა სხვა ლაპარაკი წავიდა, იქ შემოვარდა ეს დაცვა და სხვათა შორის ჩემთვის არც ხილბორკილები დაუდვიათ, არაფერი გამოვედი გარეთ. იქ
ჟურნალისტები მოვარდნენ ეს გოგოხიები და ვიღაცები, რა ხდება, არაფერი არ ხდება, მე ვთხარი მოვიდა ჩემი დრო და ეს აგერ მადგას ახლა ეს ყველაფერი. მოვიდა ჩემი დრო მეთქი რა, ემა იყო გოგოხია, ემა მეთქი, მოვიდა ჩემი დრო მეც მიჭერე მეთქი რა. მეტი არაფერი არ ხდება. გადამიყვანეს პოლიციის უფროსის იმაში რა, კაბინეტში. ორი დღე ვყავდით იქ სხვათა შორის, პოლიციის უფროსის კაბინეტში ვყავდით. ანუ ეს რა მომენტებია იცით, ჯერ კიდევ რო ეპარებიან ამ დაჭერებს, თუ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ბედავს ეს ახალაია, რომ ესე მაინც რიდება რაღაცა, მე რა მოხდება რა ისა და აი ეს მომენტია და ორი ღამე მე ვამბობ, მომიყვანეს ექიმი, მომიყვანეს ყველაფერი, იქ შემოდიოდნენ ყოფილი ჩინოსნები, პოლიციის თანამშრომლები, ცუდ ვერ ვიტყვი ზოგიერთ მათგანზე და ბოლოშიც ვერ ვიტყვი, რომ ადამიანური ფაქტორი მათზე მუშაობდა ჯერ კიდევ. ბატონო დავით, თქვენ ხართ ესე იგი დაკავებული, იცით ამის შესახებ, არ გიმალავენ რომ დაკავებული ბრძანდებით, ხართ პოლიციის უფროსის კაბინეტში 2 დღე ღამე. ამას ამბობთ. ვინ იყო პოლიციის უფროსი მაშინ? მისი კაბინეტი არ მახსოვს მე. მაგრამ ნამდვილად მისი კაბინეტი იყო. კი, არა, მოადგილის. ამ 48 საათის განმავლობაში თქვენ ბორკილები გაქვთ? არა, ბორკილები. კაბინეტში გადაადგილდებით თავისუფლად. არ ვიცი ეს როგორ ჩავთვალო, ალბათ იმიტომ რომ დავით კანთარია ვიყავი. გასაგებია, მაგრამ რო აღწეროთ, ესე იგი, ამ დროს თქვენ წაგიყენეს ბრალი, ადვოკატი მოვიდა თუ? იქ მოვიდა ეს რა ქვია, მოვიდა მე გეტყვი. კაბინეტში. დიახ, კაბინეტში. რატომ არ გადაგიყვანეთ? გადამიყვანეს ციხეზე მერე უკვე. შემდეგ. კი, იზოლატორის ნაცვლა, იზოლატორში უნდა ყოფილიყავი, ხო? 2 დღე იზოლატორში იმყოფები. რაც საკანივით და მეორე დაჭერაზე ეს გააკეთეს. ვითომ პატივი იქცეს და იზოლატორის ნაცვლად კაბინეტში იყავი? ამას ვამბობ. მე ეს სწორია? მე არ ვიცი ეს სწორია თუ არა მე. სად გეძინათ პოლიციის უფროსის მოადგილის კაბინეტში? იქ გაიშალა ეს რა ქვიან, მომიტანეს სახლიდან გამომიგზავნეს საწყალი დედაჩემი, ჩემი მეუღლე, ძალიან ცუდი დღეები გამოიარა ჩემმა მეუღლემ. ჩემმა შვილებმა. დასტრესილები 2-ჯერ. და მეუღლე ჩემი ყოველ დღე ციხის კარებთან მელოდა. და გადაგიყვანეს ბოლოს? გადაგიყვანეს უკვე ციხეზე. სად? ზუგდიდის აი ავადსახსენებელ ციხეში. სხვათა შორის მე შევედი მაგ ციხეში და გადავიღე ვიდეო კადრები. აი ეს ციხე არ არის, ეს იყო მიწური. ჯურღმული კი? დიახ. იქ რამდენ ხანს იყავით? 2 თვე. 2 თვე? დიახ. რით დასრულდა ეს ორთვიანი პატივი? საპროცესო გარიგებით, რომელიც ჩემთან არ იყო შეთანხმებული და მოგიყვებით ერთ ფაქტს. თუ შეიძლება, დიახ. დავასახელებ კონკრეტულად პირებს, რა თქვენ შეგიძლიათ ეს დაუძახოთ ამას, ან მე პროკურატურას და მე ამას მოვითხოვ, რომ ეს საქმე გადაეცეს პროკურატურას. მოდის ჩემთან ჩემი ისა რა ქვიან, გამომძიებელი ხუხუა ლევანი. და მეუნება რომ დათო გიშვებენ, ბატონო დავით თქვენ გიშვებენ. მე ეს ინფორმაცია არ ამაქვს რა, რატო როგორ, ძალიან კარგი, თუ მიშვებენ ძალიან კარგი, ეს უბრალოდ რაღაცა გაირკვა. თანხის საფასურად. თანხის საფასურად. მეტი რითი გიშვებდნენ ესენი. მე ვთხარი რა თანხაზეა საუბარი, რა ხდება მეთქი? თქვენმა ოჯახმა ნათესავებმა უკვე ეს თანხა შეაგროვეს, როგორც კი შევა ანგარიშზე, თქვენ გაგიშვებენ. ოღონდ უნდა დაწეროთ, რომ თქვენ ამას იმაშვებით, რომ ეთანხმებით ამას ყველაფერს. წავიკითხე არა, მე ვუთხარი ლეონ, ჯიგარო. ეხლა წაიღე. გამორიცხულია, მე ვუთხარი, ეს რას ნიშნავს, კაცო? ანუ მე დამნაშავე ვარ, ხო? ასე გინდათ ეს იმას კნათ? მან იყო ბრალდებაში ერთი რაღაცა ის ქალბატონ თეა 1,200,000 ლარი ქონდა აღებული
ფოთის მერიას. ჩემამდე გიას პერიოდში, სხვათა შორის გიაც ამ მოტივით დაიჭირეს და ბანკიდან იყო აღებული ეს ცეცხლი და არ იყო ჩახურული. მე რო დამნიშნეს 2-3 თვის ხელფასებია გაუცემელი რა პედაგოგების არის მუცლის ტიპი იმაში ფოთში და არის დავალიანებები სახელფასო, საპენსიო და ასე შემდეგ. ეხლა მე რომ მოვიძიე ეს ფინანსური რაღაცები და როცა ველაპარაკები აქ ამათ აქ არის უზარმაზარი ვალდებულება რომ ეს 1,200,000 და მე წერდა ეს მაშინდელი სახალხო ტელევიზიის ერთ-ერთი ქალბატონი გვარსარდა სახელებ რომ 1,200,000 არის მითვისებას ქონდა ადგილიო აი ესეთი სისულელებით ამარაგებდნენ ხალხს გამიგეთ და ეს ხი რატო არ ჩახურეო აი ბრალდებაში არავის არ დაუკითხი ვარ სხვათა შორის ჩემი ეს ბრალდებები მეორე საერთოდ არც წამიკითხავს და იქ გაკვირით და პირველზე ეს რო წავიკითხე მე ვუთხარი რა თქვენ რა გინდათ კაცო მე აქ პედაგოგი უხელფასოდ დავტოვო საბავშვო ბაღი აი სოციალური რაღაცეები ესე დავტოვო და გინდათ რომ ამ სესხს მომევსავ არ არის ეს მდენი შემოსავალი ბიუჯეტს არა აქვს ამის გამო დამიჭირა რა ეს ბრალდება ეწერა მან მესამე მერი რომ მოიყვანა კიდე გაუგებრობა რომ დაინიშნა ჩემს მერე კიდე ეს ყავდა მაგას ამ იმას მოწერელიას ამას აძლევდა ყველაფერს და ეს მოიყვანეს ძალიან დიდ თანხაზე იყო საუბარი ხა არ გვინდა ეს და დაიჭირა და შემომითვალა მაშინ ახალაია რომ მე დათოს მინდა სურპრიზი გავუკეთო გამიგეთ და ეს პიროვნება მოიყვანეს ზუგდიდის ციხეში ეს ალანია და მე მაგას გადაახტებიდნენ რა ვიცი ზარმაზარი თანხა ეს საწაიყო მაგან თქვენ გახსოვთ რომ როლანდ ახალაიას მიესაჯა 30,000 ლარი როლანდ ახალაიამ დაიჭირა კახალატარია ფოთელი დღეს ბიზნესმენია და მაშინ იყო და მე გეტყვით რატომ დაიჭირა ეს უკვე მეორე ეტაპია ამიტომ მიწევს ხალბატონო თეა ეს გადახტომა მოდი დაუბრუნდეთ მესმის დაუბრუნდეთ ესე იგი ადვოკატმა მოგიტანა საპროცესო შეთანხმების ტექსტი რომელშიცაც თქვენ არ დაეთანხმეთ და მე არ დავეთანხმე წაიღო ისა და მირეკავს სასწრაფოდ უკვე ჩემი მეუღლე ერმა მანია ტირილი გოდება დათო თავს მოვიკლავთ შვილებს მიმიხედავთ არა და ლაპარაკია გახსოვთ თქვენ შეჯამების წესი ამაზე შეკრებითობის დია შეკრებითობის წესი 30 წლიანი პატიმრები იძა ჩემთან და რა ვქნათ უშენო და პერიოდიდან რაღაც საშინელი მოვიდა ხელისუფლება შეიცვალა და რა ესენი ემზადებიან 30 წლის მართლობისთვის და ბუნებრივია ოჯახი პატარები მყავს შვილები მაგრამ ესთვის კარგი მოიტანეს ხელმეორედ ეს პროცესი და დავწერე რომ ყიდულობ ჩემი მეგობრები ჩემი ოჯახი ყიდულობს ჩემს თავისუფლებას აი ამ თანხის სანაცვლოდ და ასე მოაწერეთ ხელი მოვაწერე ასე ხელი და გამოხედით არა არ გამოსულა რა მოწერით ეს ხელმოწერა მან ჭამა ამ იმან ბოდიში ამ სიტყვაზე ახალაია მიიღო მაგრამ აქვე იდგა ხუხუა რომელმაც მე ნახევარი ფოთი დაიჭირა და გეტყვით ახლა ეს ამ ხუხუაზე ცოტა მოგვიანებით ისა ბატონო დათო ამას ხო იცი რომ მე ვთხარი შენ წაიღე ამას ისო რო წაიკითხავსო ხო იცი არ მოაწე შენ წაიღე მე ვთხარი გამომძიებელი ხარ მეტი რა გეყოლება წაიღე მოაწერს არ მოაწერს მაგის სხვა საქმეა და ამან უკარნახა ეთყობა თუ რა იყო არ ვიცი ეს გაგიჟდა გადავიდა კედლებზე დადიოდა თორე ახალაია დიახ როლანდ ახალაია არის რომანკუსიანი ყველა იცნო თქვენ ჩემი კლასელი კომაროველი არ ვიცი მე ხა რომანის პოლიტიკური ისენი ჩვენ ვართ ნათელი მირონი ერთმანეთისთვის და სხვა თემაა რა ის არის ჩემი მეგობარი რჩებით ასე სხვათა შორის შალვა ხაჭაპურიძეც არის ჩემი მეგობარი და მე იგახსოვთ ნუ გადახვალთ ახლა სხვა ამბავზე ესე იგი არ მიიღო თუ მიიღო ხელმოწერა არ მიიღო ეს რო წაიკითხა გაკიჟდა მიწერთო და რომანი შევიდა კუსიანი რომანი შევიდა
თითქმის დაუჩოქა ხომ იციო ჩემი რა არისო ეს ასე მოკვდებაო ციხეშიო და ნუ მოკლედ ამების მერე ჯერ კიდევ ახალი ის არის პერიოდი ხო გეუბნებით არა ამას მოდივიოდ ვერ ბედავს რა ბოლომდე იმას ქნას რა მოაჯდეს რაშს ბატონი რომანი ამ დროს მე აღარ მახსოვს ხელისუფლებაშია ჯერ კიდევ პარლამენტის წევრია და სთხოვა პროკურორს ჩამოვიდა თხოვა კი ბატონო და გაგათავისუფლეს თხოვა რა დაუჩოქა კაც ესე არ გადიოდა კაბინეტიდან რა სანამ როგორ გავაკეთოთო მაშინ რაღაცას მოვიფიქრებო და ნუ წავიდა ეს ვაჭრობა და მოიტანეს ხელმეორე და ნუ მე არც დავხედე მოვაწერე და ორი დღე დამტოვა ორი დღე მაგის გამო ციხეში დამტოვა სადაც ვიჯექით სერგო მე და ეს ხალხი რა შვიდკაციან კამერა რამდენ ხანს დარჩით თავისუფლებაზე თავისუფლებაზე 2004 წლის დაჭერიდან ორ თვეში გამომიშეს დავრჩი 2006 წლამდე. დიახ. და შემდეგ რა მოხდა? ახლა ხდება მთელი ამბები. თქვენ გახსოვთ, რომ არც ერთი ოპოზიციური ძალა გარიჟაში არ ჩანს რა. და ირაკლი ოქრუაშვილი გამოიყო გადადგა რაღაცაზე გაბრაზებულმა, გამწარებული და ქმნის პარტიას. რამდენიმე თვეა გადი ემზადება თუ რაღაცა რაშვება. ოქრუაშვილმა მე გამომიგზავნა ერთი პიროვნება ჩემთვის პატივსაცემი ვერ დავასახელებ ხო და არც არის საჭირო. და თხოვა რომ მინდაო დავით კანთარიასთან შეხვედრა. და რა ხდება მეთქი ამას რაღაცა პარტიას ქნისო. ეხლა სააკაშვილის და იმ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა მე არ ვიცი დღეს ეს ჩემი მისვლა იყო თუ არა შეცდომა არ იყო ალბათ შეცდომა იყო იმ გაგებით რომ მე რაც მოყვა მას რა ჩემს დაპატიმრებას კი არა უბრალოდ პიროვნულ თვისებებიდან გამომდინარე მე არ მინახავს ოქრუაშვილი მის მერე ვერ ვიტყვი სხვათა შორის როცა დამიჭირეს და ეს იყო ტესტი აი დამიჭერდნენ თუ არა მე ვერაფერს ვერ ვიტყვი ოჯახს შემოუთვალა რომ მე მსად ვარ დავეხმარო შვილებს და ეს მომენტი დავიჭირე მეტი ბატონ დავით სანამ მეორე დაგიჭერენ როგორ მიხვედით აქამდე ანუ შექმნა ოქრუაშვილმა პარტია არა ჯერ არ არის შექმნილი თხოვა შეხვედრა ქალბატონო თეა შევხვდი მე მაგას ვაკის ბინაში თავის ბინაში შევხვდი და დაუსვი სამი შეკითხვა რომელიც მე მაინტერესებდა ისე მე არ მივიდოდი მაგასთან პირველ დაჭერასთან დაკავშირებით რა კავშირი ქონდა მას მაშინ აღარ იყო უკვე ეს გენპროკურორი იყო სხვა თანამდებობაზე თუ თავდაცვის მინისტრი იყო მგონი არ ვიცი მე რო დამიჭირეს ამ პირველ არანაირი კავშირი ეს ყველაფერი მოდის დავით ახალაიებიდან აი მოდის სამეგრელოდან მე ვთქვი სააკაშვილს უნდა ჩემი დაჭერა ვერ გეტყვი მაგრამ მასთან შეთანხმების გარეშე პერსონები რომელიც იყო გვარი ყმირის და ორღობის ავტორიტეტს იჭერდნენ ახლა ჩემი დაჭერა რა თქმა უნდა იყო შეთანხმებული მეორე შეკითხვა იყო ჟვანიას აი გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მან მე მითხრა მე ვიცი რომ გვამი იქ მიიტანეს აი ესე ვიცი მე ეს სხვა არაფერი არ თქვამს და მესამე მომენტი იყო ჩემი მეგობრის ნარსია დავითი რომელიც იქ იყო ასეთი ფაქტი სამწუხარო ამასთან დაკავშირებით რა წვლილი მიგიწვის მის დაჭერა არ დაჭერასთან არაფერი ნუ მან სხვა რაღაცა იყო რაღაც გაუგეპრობა რაღაცა მოკლედ ვერას მაინტერესებდა ამოვწურებ და დავით მეუნება თქვენ გაქვთ ავტორიტეტი და მე მინდა რომ გამაცნო სამეგრელოში ესეთი ცნობილი პიროვნებები რომ ჩავიდეთ იქ დაველაპარაკოთ არა მარტო ფოჩში და დაუშვათ წალენჯიხაში არამედ მთელ სამეგრელოში მე ვიცი და ეს ინფორმაცია მე ვთხარი ირაკლი მეთქი თუ თქვენ მე არ ვიცნობდი მაგას მანამდე კი ბატონო ოპოზიცია ხარ მეთქი ხარ შენ სააკაშვილის ოპოზიცია კი მე სააკაშვილს სადღაც კონსულზე რომ იყოს ასული მე უნდა ამოთხარო მიწიდან და ნუ ასე და ასე კი ბატონო კარგი всё რა გინდა მითხარი გამაცანი ოთარფაცაცია გამოცანი ბონდოჯიქია სხვები და
ვილაპარაკეთ და რა შეგიძლია დაუშვათ შენ აი აქ მაშინ არსებულ პარლამენტარებთან სამეგრელოდან რაღაცა გავლენები ვიცი რომ ზოგიერთთან მეგობრული გავლენები და რაღაც ზემდგომიური მაგას ვერ ვიტყვი არ ვიტყვი და რა შეგიძლია გამიკეთო ამ მიმართულებით კი ბატონო დაველაპარაკე კიდევაც მე რომანიც შეხვდა კურსიანი მე დაველაპარაკე სხვა დეპუტატებს მოდი არ დავასახელებ დღეს ისინი სხვა პარტიაში არიან შემდეგ ეს ერთ-ერთი დეპუტატი დაიბარა გიგა ბოკერიამ და უთხრა პირდაპირ რომ დათო შენ თუ ისა დათო კანტარიასთან თუ წახვალ მაშინ ჩათვალე რომ ჩვენგან წასული ხარ თუ არა და რჩები აქ თუ არა გიჭერთ აი ეს რამდენიმე დეპუტატი მზად იყო სხვათა შორის იმ პარლამენტიდან გადასულიყო იმ ახალ პარტიაში რასაც ჰქონდა ეს ოქრუაშვილი კარგი მეორე შეხვედრა დავგეგმეთ მე დაურეკე ცხოვრებულ ოთარ ფაცაციას დღეს არის მისი იუბილე დღეს ოთარი შესრულდა არა იუბილე არ არის დღეს მისი ბიუსტი იხსნება ზუგდიდში მადლობა მინდა გადაუხადო ამის ორგანიზატორებს მე დამპატიშეს გუშინვა ჩავსულიყავი იქ არის მთელი შემადგენლობა ძველი პარლამენტარები მამა თქვენიც იქ არის ისა ბატონო და ოთარისთან ჩავიყვანე მე ეს ზუგდიდში იყო ბონდოჯიქია კიდე მანამდე მე ერთი ჩამოვიარე სამეგრელო შევხვდი ამათ პირადად ადრე იმიტომ რომ ირაკლი ოქრუაშვილი მთხოვდა მე უკვე გამეკეთებინა პარტიული უჯრედები კი ბატონო ვინც გაერთიანდებოდა მის პარტიაში და მოკლედ რომ თქვათ თქვენ დაიწყეთ ოქრუაშვილის დახმარება რამაც შეაშფოთა მაშინდელი ხელისუფლება გეტყვით ყველაფერს დიახ შევქმნი მე ჯგუფები 6 წელია 2006 ჩამოუყვანე მას რამდენიმე კაცი 700-800 კაციანი სია მქონდა უკვე აი ამ სიაზე ნადირობდნენ ესენი და ოქრუაშვილთან მისვლა წყნეთის თავის აგარაკზე არ ვიცი თავის იყო ნაქირავები ქონდა იქ მე რამდენიმე ჯგუფი მივიყვანე წალენჯიხის ჯგუფი ზუგდიდის ფოთის ხობის ჯგუფი სენატის მარტვილი ამყავდა მხოლოდ მიყვანილი იმიტომ რომ მარტვილში ვერ მოვასწარი ეხლა ადამიანების პოვნა და მათი მოძიება მე დღესაც არ გამიჭირდება სამეგრელოში რა ისაც დავარწმუნებ დაუშვათ რაღაც სიტუაციაში და ჩვენი შეხვედრები იყო იმ წყნეთის მუბანში როგორც კი გაიგეს უკვე იმ დღეს სტუმრად ჩავედით ოთარისთან უკვე ბატონ ოთარსაც ეთყობოდა რომ ეს უკვე არასასიამოვნო ვიზიტი იყო თუმცა მანამდე დიდი აღფრთოვანები დამთანხმდა კარგი დათო ჩამოდი რას ქვია შენი სტუმარი ჩემი სტუმარი არ მაინტერესებს ვინ არის და მე უკვე ვისთანაც მივედი უკვე დამუშავებული იყო ეს ხალხი არ დავასახელებ ამ ხალხს იმიტომ რომ ეშინიათ მაგათ ზოგიერთ მათგანს დღემდე ეშინია ზოგიერთ მათგანი დღემდე ფიქრობს რომ როლანდ ახალაია არ წამოდგეს იმიდან გესმით და არ იმასკნას ბატონო დავით ბატონო გაწყვეტინებთ მოდით რა მე ცოტა მიჭირს მოყვეთ აზრებში ამიტომ შევამოკლოთ და კონკრეტულად რო გითხრათ ეხლა რატო ვამბობ ამ ხალხს არ დამისრულებია თქვენ ეხმარებით ოქრუაშვილს პარტიის ჩამოყალიბებაში და რაც მთავარია პარტიისთვის, ნებისმიერი პარტიისთვის, რეგიონული და რაიონული ორგანიზაციების შექმნაში და საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბებაში თქვენი გამოცდილებისა და ავტორიტეტის გამოყენებითა და წყალობით. დიახ. და როგორ დგება და როდის ის დღე, როდესაც გაკავებენ და რა არის ბრალდება? უკვე ეს რომ გითხრათ, იმიტომ რომ დრო გადის. კარგით. ესე იგი ეს რო გადის სწრაფად ეს მომენტები მე ერთი თვით წავედი აზერბაიჯანში მეუღლესთან და პატარა შვილთან ერთად არასდროს ქვეყანა არ დამეტოვები და მოდი მეთქი სხვები რო წავიდნენ რაღაცა იქნება რაღაცა პერიოდი გავიდეს სადაც გადაუვარო გაგიჟებულები იყვნენ ეს ახალაიები პირველ რიგში იმიტომ რომ ოქრუაშვილმა მითხრა მე ნაცა მიყავდა ეს დათა ახალაია
ნაცემი ყავდა თავისი ხელით. ოქროვაშვილმა მითხრა, რომ დათაახლაია ცემა. მოროდიორობაზე რომ ასლან აბაშიძის კაბინეტის სეიფი იყო გატანილი. და რამდენიმე დღე ის ყავდა ციხეში. აი ეს ჩემი ოქროვაშვილთან მისვლა მაგათთვის იყო რაღაცა წარმოუდგენელი ისა რა კატასტროფა. მამა და შვილებმა დაიწყეს ნადირობა პირდაპირ. მე წასული ვარ ერთი თვე ჩამოვედი, სადაემალები ახლა ამათ, როცა მთელი ისა მოსმენებია, ნარუშკა და დამდევს, ჩემს მეუღლესაც, ოჯახის წევრებს და მე როდესაც ამიჭერეს ჩვენი ასეთ მიმოწერა ირმას დაუდეს წინ ჩვენი საუბრები ოქროვაშვილთან, სხვასთან ბრალდება. ეხლა მეორე უნდა დამიჭიროს, ხო? როლანდ ახალაიანმა. წავიდა წალენჯიხაში. ორი თვე თავისი ბრიგადა ეს ხუხუები ვიღაც გამომძიებლები, თავისი ხალხს ორი თვე იძიებდნენ წალენჯიხის რაიონში ჩემს მოღვაწეობას. ვერაფერი ფაქტი ვერ დადეს. ერთადერთი ჰქონდათ სასტრაფო დახმარების მანქანა უყიდე რაიონს და ეს საიდან მოიტანა კანთარიამ და ეკითხება, ვინც დაკითხა იმათ. მოდიან ისევ ფოთში. აი გამომძიებელმა დაკითხა 365 ადამიანი, რომელსაც მე გამოუწერე დახმარება. ეს ამიწერა ბრალდებაში. აქედან ეხმარება ეს მოწერილების კლანი, თუ ვინც არის, და აწვდიან კიდე მასალებს, გამიგეთ? ორი ფაქტი გაპარულია ისეთი ეს ხო არ კითხულობდა ალბათ ეს. ისევე როგორც ის წერილი არ წაიკითხა ჩემი და მე ბოლოს რომ მიახვედრა სხვა მაგარი მცოდნე იურისტია. მან ისეთ რაღაცას მოაწერა ხელი 2001 წლის ფაქტია, მოიხეშა ვითომ ჭავჭავაძის ქუჩა და მე ვიცოდი ეს. მან შეკითხვა იყო ასეთი. იცოდა მერმა. კი ბატონო იცოდა? კი ბატონო წარბზანდი. ვინც უთხრა რაფერი არ იცოდა მერმა და მერისთვის ფული არ მიმიტანია არაუღი ამ კაცს და არასდროს არც უკადრია რომ გინდა თუ არა მოიტანეთ ეს და მომხეჭველი მე არ ვიყავი. აი ესეთი ხალხი დაიჭირა. ჯულთას ქავთარაძე დაიჭირა, 37 კაცი დაიჭირა ფოთში. ჩემს გამო, რომ ჩემთან გამოსულიყო. გამომძიებლებმა დაკითხეს 300-ზე მეტი ქალბატონი პენსიონერი, კაცი ვიღაცა 20 ლარიანი დახმარება, რომელიც თურმე მე გავეცი და კომისიის გვერდითავლით, როგორია მქონდა ასეთი წესი, ორშაბათობით ვიბარებდი ყველას, იყო მიღება და ხალხს უჭირს სიმსივნე, ამხელა სიმსივნე ადევს იმაზე, კისერზე. პირდაპირ წერდი, დიახ, დაეხმარეთ, თქო განიხილოთ და დაეხმარეთ. ეხლა დათო კანთარია ამას იკადრებს, ხო? რომ ამ ხალხს მე ის 5 ლარი მომეცი და 15 იყო შენი? ეს ხო სამარცხინო რაღაცაა, კაცო. მე ამ სახელით არ მინდა ქალბატონო თეა ვიარო აქ. ჩვენ დაგვედო ტაბუ, ხო? ჩვენ ვარ კორუმპირებული, კი ბატონო. ესე იგი, თქვენ როლანდი ახალაიამ დაგაბრალათ, რომ სიმსივნიანი თუ სხვა მძიმე დაავადებების ან სხვა გასაჭირის საჭიროების მქონე ფოთელებს, როდესაც ეხმარებოდით, თითქოს ფოთელებს ეხმარებოდით. მეორე დაჭირის ფაქტიც არის ფოთელებს ეხმარებოდით. თქვენ გარკვეულ გაცემული დახმარების თანხიდან რაღაც ნაწილსო უკან იღებდითო ეს დაგაბრალათ, სწორად მივხვდი? არა, უკანონოდ გასცავ ამათ. უკანონოდ გასცავ. პენსიების შეჭამაო, აი დახმარებებიო, გამოდის მერე სააკაშვილი. გასაგები. მიხეილი უყურეთ 28 სექტემბერს მიჭერენ 24 აგვისტოს და სექტემბერში მე ვზივარ იქ ზუგდიდის ციხეში მე ძალიან ცუდად გავხდი და გადმომიყვანეს რეზბანიცამდე. რეზბანიცაში. თბილისში. გამოდის მიშა. აი დღეს ჩვენ დავიჭირეთ ყოფილი ფოთის მერი დავით კანთარია, რომელიც მხილებულია ამა და გვერდით მიზის მე ვიჯექი პირდაპირ ისეთ ადამიანებთან ჩვენ ხო დაუჩვენთ თანამდებობის პირი უნდა გამოვყონ ხოლმე რაღაც ცალკე კამერა რაღაცა. პირდაპირ ამათთან ვიყავი რა, მუდმივი პატიმრობა მისჯილი. აი გამოდი ვივამედიდან და ჩაჯექი 1 საათით რა. ხო ხარ მაგარი კაცი, კაცო. გამოდი ნახე ის რაც დღე მე გადავიტანე.
და ჩემებმა და სულხან მოლაშვილმა ყველაფერი აიტანა თეა და ქალბატონო თეა და წვებმა ის რომ თანამდებობის პირები მე მის აგვიჭირეს აი სულხანის წამებამ და სულხანის სული გაანაცხადოს ღმერთმა მე ჩვენთვის ბატონოთ ხმა არავის გაუწია არ გაუწია ჩემთვის არ ზუგდიდის ციხეზე არავის ხმა და მე არ მას არაზოს არ ვიტყვი ვერ ვიტყვი რომ ქონება წამართოს არ წაურთმევია ქონება არ მქონდა რაც აიღებდნენ მეკითხება ეს გამომძიებელი სად რა გაქვს აგერ არის შულო წადი და ჩუქნი იპოვე ქონება არ წაურთმევიათ წამებას ადგილი არ ქონია მაგრამ იყავით უკანონო პატიმრობაში უკანონო პატიმარი ვიყავი რომელიც არასწორი მკურნალობის გამო და იქ დამენიშნეს მე აქტრაპიდი და ინსულტარტი არც მჭირდებოდა მე მქონდა ისა დიაბეტი განმივითარდა პირველ დაჭერაზე სტრესის გამო მაღალი სტრესების გამო რო დამიჭირეს მეორეჯერ იქ უკვე დამსვეს იმაზე ზონაზე ვერ გადავყავდით რატომ დაუბრუნდით ჯანმრთელობის მდგომარეობას თუ შეიძლება მეორედ რო დაგიჭირეს რა დაგემართათ მაგას ვხები ზუსტად არასწორი მკურნალობის შედეგად დიახ ჩემი დიაბეტი იყოს 706-აც ცდებოდა დიახ სამწუხაროდ ახლაც მაგ ამ წუთში რის გამოც მე დამიზიანდა ორივე ჩემი თირკმელი და შარშა წინ არა წელიწადნახევრის წინ მე გადავინერგე თირკმელი დღეს ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი სამწუხაროდ ეს დაგმართათ იმ რეჟიმს აი ამ რეჟიმმა დამმართა და ეხლა რომ გამოდის ვიღაცა ეს დაივიწყე და დათო კანთარია შენ რატომ მიდიხარ ამ კომისიაზე ვინ გეუბნებათ ამ მეუბნება ვიღაცები Facebook-ში წერენ რომ გამოვალ ეხლა რატომ თქვენ რა ხალბატონო თეა პირველ დაჭერა აი მეორე დაჭერაზე მასტერა ამოვიდა მასტერა და გაუგებრობა არისო სპეცნაზით და იქიდან მაგინებს ეს დათაახალაია ეს გარეწარი ხო და აი ვერ გავიგეთ რა სიძახით გეტყვით დაჭერის მოლოდინია სტრესი თორე კამერაში რო შეხვალ გასაგებია მაგრამ სპეცნაზი მასტერა დათაახალაია მე ვერ გავიგე მაპატიეთ ჩემ ბრალია ეს ჩემ დასაჭერად ამოვიდნენ ამოვიდნენ სად სადაც დამიჭირეს მე ჩემი ძმის ბინაზე ამიყვანეს მე თქვენი ძმის ბინაში იყავით თბილისში და მოვიდა სპეცრაზმი მოვიდა სპეცრაზმით მე ვიყავი გვერდზე მეზობლის ბინაზე მოვიდა ჩემი მეუღლე და მასტერას რამდენი ხალხი რასაჭირო იყო ყველა სართულზე იდგა იმაში ნერვიანები და ირმა ეუბნება რომ რასაჭირო ამდენი ხალხი გამოვიდეს და გაძლევს სიტყვასო რაღაც გაუგებრობა არისო შეფთან მინისტრთან და ბატონ დავითსო სახში დავაბრუნებთ მინისტრი ვინ არის მისი მერაბიშვილი იყო მაშინ მერაბიშვილი გამოვედი მე ხა მეუღლე მოვიდა იქ ბავშვები არიან ერთთან ბავში საშინელება ტრიალებს არავის თავს არ ვაცოდებ და არაფერი არ მაინტერესებს მე არ მოსვლა გააგრძელეთ ნუ წვეთ თასს თორე ვერ მოყვებით გამოხვედით მე რა ხდება რომ ამდენჯერ ვერ გამომხევით იმიტომ რომ ჩემი ბრალია თქვენი ბრალი არ არის ძალიან ბევრმა დამაბარა სხვათა შორის და თუ არ აყვე ემოციებს ნუ ნერვიულობთ მშვიდად მიყვებით მთავარი აზრი გავაგრძელოთ იგინება ეს ახალაია დათაც ჩქარა წამოიყვანეთ ეს რა ქვიან და დედაზე მაგინებს ამას წავდათ ხელია მასტერა თუ რა ქვია მას გიორგი დგებუაძე კუდის მაღალჩინოსანი რომელიც ბრიტანეთში მოხდა დაპატიმრება გებუაძე დირებულია და მათ შორის მონაწილეობდა აი ამ სამი ბიჭის დახვრეტაში აჭარელი ბიჭები აი ეს მასტერა თუ სუსტერა მაგათის იყო და ისა მეუნება რომ ბატონო დავით გაუგებრობაა თქვენსა და შეფს შორის მინისტრი მერაბიშვილზე მეუნება და რამდენიმე წუთში ეს გადაწყდება. ნუ იქნა რაც მაგინებს მე ამას ეგრევე ავიღე იმას წავა მასქენი და პირდაპირ რო ისმენდა ისემ დათაახალაიას როგორც საჭირო იყო. დათაახალაიათან ურეკავდათ გებუაძეს. დათაახალაია ურეკავდა ყოველ წუთში. რომ დროზე დააკავდა. მე და გებუაძეს საუბრობდით არ გაჩერებულა ტელეფონი. დათაახალაია. მამა მაგზრა საქმე დათაახალაია მიჭერს და მესამე შულთან მაგზავნიან ციხეში. აი ეს იყო კონვეიერი. კი ბატონო. აი ეს სიტუაცია იყო ამ ქვეყანაში.
კარგი. და ვინ არის ეს გვარი საერთოდ? საიდან მოდიან? სოსო ჭანტურია თქვენ იცით რატო დაიჭირეს? ეხლა კიდე გადავხტები კი ბატონო. გამოიძიონ. კაცო, მე როცა მეურნებიან დღეს არის დაჭერებით ბატონო დავით რაღაცა მიტინგზე ხალხი დაიჭირეს კი ბატონო. ჩემთვის პირველი არის ეს. მაინც სიტყვა გაგექცათ და ახლა ძალიან ღირსეული გვარია, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი ხავთ ეხლა 2-3 არა, მე ამოჯახები რა, ღმერთმა დამიფაროს კაცო. ნათესავები მეუღლე ყავდა გადასარევი ქალბატონი. ნათელში იყოს მის სამ კაცზე ვლაპარაკობთ, მამაზე და ორ შვილზე, კი ბატონო. აბარა. კითხვები დასვით თუ შეიძლება, წევრებს მიმართავ. ბატონო სოზარ, თქვენ ხო არ გაქვთ შეკითხვა? ბრავი, არა, პრინციპში არაფერი, იმიტომ რომ ხა ჩვენ იმდენჯერ გვისაუბრია და იმდენად კარგად ვიცი საქმე, ეს ამ ემოციების ბევრჯერ მაქვს მოსმენელი და ამ ემოციებს საფუძველი აქვს, მაგრამ აი მართლა სასწაული ხდებოდა, რასაც ეს მამა ახალაია და მე მისი შვილები ატრიალებდნენ. ერთი რაღაცის დაზუსტება მინდა უბრალოდ. წეღა რო თქვით, აი დახმარებები 20 ლარი და 30 ლარი. ეს ისე სიტყვაზე თქვით თუ რეალურად რამდენი იყო ის დახმარება, რასაც გასცემდით? თუ მართლა დახმარება იყო 20 ლარიდან 100 ლარამდე. მე შემეძლო ერთპიროვნულად გამეცა დახმარება 100 ლარის ფარგლებში. და ეს მოგდეს? აი ეს ჩაწერილი. ჭავჭავაძის ქუჩის მოხრეშვა 2001 წელი. აეროპორტის მუშები გაიფიცნენ პრეზიდენტი ჰაერშია და მე გავეცი ხელფასი არამიზნობრივად. დათო კანთარიამ ქთამი აიღო და ქთამის გამო არც ერთი ბრალდებაში არ წერია. უკვე აქედანაც ჩანს რომ 20 ლარიანი დახმარება და კიდე 60 ლარიანი დახმარება რატომ მიეცი მოქალაქეს ეს არამიზნობრივაში რო გითვლიან და ამას რო გედავებიან უკვე აქედანაც ჩანს რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს და არანაირი ბრალი სინამდვილეში არ არსებობს. ბატონო სოზარ, კომისია უნდა შეკრებილიყო კვირაში ერთხელ. ამ მომენტში არ არის სიტუაციის მომენტი, კაცი კვდება, კაცი 50 ლარი რა დახმარება იყო მაშინ და ახლა და ნუ წარმოიდგინე. ბატონ დავით. დიახ. რა პირობებში იჯექით თქვენ საკანში რა აი მაგ პირობებს უსურვებ როლანდ ახალაიას და ზოგიერთ რაშიც როგორშიც ჩვენ ვიჯექით. რამდენი კაცი? ხო, აი მაპატიტე საღორე ხო გაქვს წარმოდგენილი. არა ადამიანური პირობები 12 კაციან კამერაში ვიჯექით 24 კაცი. მეორე დაჭერაზე ზუგდიდის ციხეში. და ადამიანები იმის გამო ცემდნენ ახალგაზრდები პატივს დათო თქვენ მოისვენეთ, თქვენ დაჯექით და მასკენი დაისვენეთ და ჩვენ გავათანებთ ღამეს. და კაცი იყო ისე თოკით. ესე თოკით იყო იმასთან რა ქვია იმ კოიკატო მეგრულად რუსთავი შპონკას ეძახდნენ. დიახ. იმაზე ეკრებოდნენ და ისე ეძინებდნენ ფერზე მდგარი. წამების ფაქტი თუ იყო თქვენი იყო ჩემს მიმართ არ იყო მე არა თქვენს მიმართ თქვენ აღნიშნეთ რომ არ იყო მაგრამ ჩვენს იქ პერიოდში არა ზუგდიდის ციხეში მოხდა ასეთი რაღაცა ფეხი მიარტყა ერთ-ერთმა იმან და მე უთხარი მაგას ეხლა მე მოუხადე ბოდიში თორე შენ აქედან დატოვებ ამ თანამდებობას და ყველაფერს დაკარგავ უთხარი მე ის უთხარით დავემუქრე ზედამხედველი იყო ვიღაც არ მახსოვს არც გვარი არც ჯანაშია იყო მგონი ხო და მაგის გამო მე დამიბარეს მე სხვათა შორის ადმინისტრაციაში და იცოდნენ მაგათმა ჩემი ხასია მე არ დაუთმობდი მე თავ შევაკლავდი პირდაპირ ვინმეს რაღაცა რომ გაებედა რომელიმე ან ზედამხედველს ან იკითხეთ აი ყველა მიკითხოთ ესე იგი თქვენ ამბობთ რომ არ იყო თქვენს თანდასწრებით მსგავსი რაღაცა ჩემი თანდასწრებით ეხლა რეზბანიცაზე ხალხი რომ მოყავდათ ისინი იყვნენ ნახევარმკვდარი ხალხი თქვენ ციხეში იყავით თუ რეზბანიცაზე პირველ დაჭერაზე ვიყავით ციხეში და მეორე დაჭერაზე ერთი კვირის მერე მე გადმომიყვანეს რეზბანიცაზე იმიტომ ვიყავით ძალიან მძიმედ დიახ ხორთაჭალის და ერთი მომენტი იყო კიდე ბოლოს ბატონ დავით არ დავარემ გითხავთ ყველას თქვენ აღნიშნეთ რომ როცა მოვიდა რეჟიმი რევოლუციის მერე თქვენ ელოდებოდით რომ განიხილებოდა თქვენი გუბერნატორად დანიშვნა
კი იყო ასეთი საუბარი მათ შორის და ერთ-ერთმა მომიტანა ეს ამბავი და ვიღაცამ ხელი შეუშალა ამას. ბარონ მერაბიშვილი თქვენ ნანობთ ამას მონანიები გეწყინათ ეს ყველაფერი თუ გინდოდათ თქვენ ეს თანამდებობა? რა უნდა მწყენოდა ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონო ილია მე აი ამ ჯგუფში ვიმუშავებდი და მე იმის სახელს დავიდებ რომ დავით კანთარია იყო ერთ-ერთი არა თქვენ ეს ისტორია რომ მოყევით უბრალოდ ხაზი გაუშვით იმას რომ ეს იყო პრეზიდენტის თანხმობა იყო კიდევ ერთი ადამიანი ახსენეთ ვიღაცა მე ვაბობი ბატონო ილია ადამიანურ მომენტებს უსვამ ხაზს მე თუ გნებავ და არ არის აქ იმდენი დრო დღევანდელ ოპოზიციაში ვინც არის და მე ცნობილია რომ ვარ თქვენი მხარდამჭერი ხო იჭერდით მხარს ბოლო რაც იყო ბოლო არჩევნებში დაგიჭირეთ თქვენ მხარი მე შტაბის უფროსიც ვიყავი ერთხელ არა მე იმ მომენტთან დაკავშირებით გეკითხებით იმ მომენტს მე არ ნანო ან არ ნანობთ ხო ეს ესე გარავითარ შემთხვევაში ახლა 1 საათი ვერ მიმუშავებდი მე ან თუ მიმუშავებდი სიტყვაზე არა უბრალოდ რომ გაიხსენეთ ეგ ეტყობა დაგამახსოვდა ილია ბატონო ილია მე თუ მიმუშავებდი იქ როლანდ ახალაი არაფერი არ იქნებოდა მე თუ ვიქნებოდი სამეგრელოში დავუშვათ ლერი ციცანავა იყო სხვათა შორის უპატიოსნესი კაცი რამდენიმე თვე იყო მანდ იყო თემურ მურღულია სანამ იყო გენერალი პოლიციის უფროსი ვერ ბედავდა ეს ახალაია იმდენს ვერ შლიდა ფრთებს გამიგე სამ კლანს შორის წავიდა დაპირისპირება მე კობალია ჩემო ბატონო უგულავა და როლანდ ახალაია როლანდ ახალაია ვინ იყო ბატონო კობალია ვინ იყო განსაკუთრებული გრიშა მისი შვილი იყო გამგებელი და ნუ თუ სამეგრელოში ყვაოდა ეს კორუფცია ქალბატონო ხშირად ვამბობ რა მოხდა აქ საკითხი უნდა დაისვას ასეთნაირად თუ შეიძლება მომეცით ამის საშუალება რომ საკითხი უნდა დაისვას კონკრეტულად რა მოხდა სამეგრელოს მიმართ რატომ იყო სამეგრელოს ყველა ჩინოვნიკი დაჭერილი და ზოგიერთი ორ-ორჯერ კახეთშილა კარგი შევარდნაძის პერიოდი იყო სიტყვაზე კორუფციის სააკაშვილის პერიოდი არნახული თანხებთან იყადი დაკავშირებული კორუფციის მე არ ვიცი ხა დღეს ამას უნდა დამტკიცება ხო დღეს ვიღაცა რაღაცას ვიღაცაზე ამბობს და არის დღესაც ის ტელევიზია ამ წარმატებით დაგვიჭირეთ ჩვენ აი ამ წარმატებით გვაქვს ეს სახელი გამიგეთ არ მინდა მე ამ კი ბატონო თქვენი ახეთის ერთი გამგებელი დამისახელეთ ან მერმინდელი გამგებელი როდესაც სააკაშვილი მოგძანდა გასაგებია ბატონო დავით ნახეთ რა მინდა გითხრათ თუ ეს თქვენთვის რამეს ნიშნავს თუმცა ჩემას ვიტყვი და შემდეგ ნახეთ თქვენ თვითონ ძალიან ბევრჯერ ახსენეთ რომ აი მიარლიყით ცხოვრობთ რომ ტაბუ დაგვადეს თქვენთან მიმართებაში არავის უთქვამს მაგრამ პროფესურის და სხვა ჩვენი ასე ვთქვათ საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებთან დაკავშირებით მიშა სააკაშვილმა თავად თქვა რომ ესენი ჩასარეცხები არიან და ჩარეცხეს შესაბამისად თქვენ არიყავით ჯერ თიმის ქმამი და მარტო ვისაც იარლიყი მიაკრეს ეს იყო საკმაოდ დიდი ოდენობა ხალხის რომელსაც ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე შეახოცეს ჭუჭყიანი ხელები და ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია და დარწმუნებული ვარ კომისიის თითოეული წევრისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ვინც გვისმენს რომ ეს ტალახი რომელიც შეასხეს ადამიანებს დიდ ჯგუფს ადამიანებისა მარტო იმიტომ რომ პოლიტიკურად მიუღებლები იყვნენ და დაარქვეს მათ შევარდნაძის დროინდელები მაშინ როდესაც სააკაშვილი თვითონ შევარდნაძის დროს გაიფურჩქნა მე არ ვარ იმ ასაკში რომ ზუსტად ვიცოდე თუმცა რაღაცები ვიცი ზუსტი მიზეზის შესახებ რატომ ეგონა ბატონ ედუარდს რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ის ახალგაზრდა რომელზეც ღირდა რაღაცა იმედის დამყარება თუ ის მას მიცეს რჩევა თუ აიძულეს რომ სააკაშვილისა და მის ნაირებისთვის მიეცა ცოტა მეტი გასაქანი და მისცა კიდეც ეს გასაქანი მას რომ ეს გასაქანი არ მიეცა სააკაშვილისთვის შეიძლება სააკაშვილს იმდენი ვერ მოეხერხებინა რაც მოახერხა და რეალურად გაუბედურა თითქმის ყველა ოჯახი საქართველოში
მაგრამ შეგვიძლია მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებით სხვადასხვა ვარაუდი გამოვთქვათ, თუ რატომ მიეცა სააკაშვილს საშუალება, რომ ქვეყნის გაუბედურება დაეწყო და უფრო მეტიც აუბედურებდა ქვეყანას, აკრავდა ადამიანებს უსამართლო იარლიხს და საკუთარ თავს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ წარმოაჩენდა სახელმწიფოს დამფუძნებლად და ერის მამად. თქვენ რაც არ უნდა არასწორად მოგეჩვენოთ ჩემი ეს რჩევა, მაინც გეტყვით, რომ ზედმეტად ნერვიულობთ. რაც ინერვიულეთ ის საკმარისზე მეტია, ჯანმრთელობა შეწირეთ ამას, როგორც ირკვევა. თქვენმა შვილებმა ძალიან ბევრი რამ გადაიტანეს ამის გამო. აღარაფერს ვამბობ მეუღლეზე, რომელზეც გადატყდა ჯოხი, იმიტომ რომ ქმარს რო დაგიპატიმრებენ და პატარა ბავშვების დარჩები. ეს ძალიან მძიმე ხვედრია ყველა ქალისთვის და მადლობა მას გამძლეობისთვის. ჩვენ ახლა რატომ ხარჯავთ ამდენ დროს და ნერვებს ყველა ერთად, რომ გვინდა დასკვნაში აისახოს ისეთი მახასიათებლები, რაც ერთის მხრივ მომავალ თაობას საშუალებას მისცემს, რომ თქვენის იარლიყი კი არ შეგრჩეთ სამუდამოდ, არამედ ამ იარლიყის უსწორობის დადასტურება მოხდეს და მეორეს მხრივ სააკაშვილმა რაც აშენა ილუზორული ფეიკ რო ქვია დღეს წარმოსახვითი რეალობა და ეს მოყიდა ნამდვილ რეალობად, აი ეს გაცამტვერდეს, იმიტომ რომ ჩვენ რეალობას თუ არ ჩავხედეთ თვალებში, რა იყო მაშინ. მომავალი თაობა უკეთეს მომავალს ვერ ააშენებს. თქვენ ამაში გვეხმარებით, ეს ხდომაც ამას ადასტურებს და დიდი მადლობა ამისთვის. ამიტომ ემოციებს აყევით, უნდა დავადასტურო, მაგრამ არაუშავს, სხვანაირად არ გამოვა ამაზე საუბარი. ჩვენ მაინც შევძელით, მე ასე მგონია, მე მგონი დამეთანხმებიან კომისიის წევრებიც, რომ აზრი არ გაგუბნეოდა ორივე დაპატიმრებაზე, მიზეზებზე, პრეისტორიაზე მივიღეთ დღეისათვის ყოველ შემთხვევაში საკმარისი ინფორმაცია. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართებოდა ის კონვეიერი, როგორც თქვენ აბსოლუტურად სწორად თქვით და ეს სიტყვა მე ვთავაზობ კომისიის წევრებს, რომ დასკვნაშიც მოხდეს, რომ ეს იყო კონვეიერი, რომელსაც სათავეში ედგა სამეგრელოში მამა ახალაია და შემდეგ ერთი შვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუდის ქვეშ და მეორე შვილი სასჯელ აღსრულების სისტემის ქუდის ქვეშ აღასრულებდნენ იმ ნებასურვილებს უკანონოდ, რაც მათ ჰქონდათ. ამან ძალიან დააზიანა სამეგრელო, თქვენ ციფრით დაასახელეთ, რამდენი ადამიანი იყო ამ უკანონობის მსხვერპლი და როცა სამეგრელო ზიანდება, იქ ზიანდება სრულიად საქართველო. მადლობა თქვენი წვლილისთვის, ბატონი სოზარი გააკეთებს განცხადებას და შემდეგ უნდა დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ შემდეგი პირი გველოდება და ბატონო ერთი წუთი ზუსტად რომ ბრძანეთ. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ იცით, რომ ხალხი გენდოთ როგორც პარტიას და მთავარი მომენტი იყო სამართლიანობის აღდგენა. თუ ეს თქვენს დებულებაში არის, ჩემი საქმე, ისევე როგორც ზოგიერთი საქმე, ეს საკონსტიტუციო სასამართლო გასაგებია, ჩემი საქმე მაგასთან არაფერს გადაეცეს პროკურატურას. გამოიძიოს ხელახლა პროკურატურამ, იგივე ჩემი საქმიანობა და გამოიძიოს ახალაიას საქმე. კი ბატონო, ასაკშია, მაგრამ მას 80 წლის ხალხი ყავს და ისა დაპატიმრებული. ეს თუ არ მოხდა, თქვენ ხომ იცით, რომ ძალიან ბევრი ხალხი ამას ყველაფერს ელოდება. კი, თავარი გმირი ზის და ვივამედის დირექტორია დღეს, მაგრამ აი ეს ჭანჭიკები, ეს ხალხი თუ არ მოხდა იქ, სადაც საჭიროა, მაშინ მარტო იმისთვის, რომ პარტია გაუქმდეს, აი ეს სახელი და პარტია არის სახელი და ადამიანებით იქნება, ხო? აი ეს ხალხი გადანაწილდება რაღაცა გამოგონილ სხვა პარტიებში. გეთანხმებით, მაგრამ ეს უკვე ამის პრევენცია გაკეთებულია. საკანონმდებლო არაერთი ინიციატივა არსებობს და ზოგი მათგანი იქცა კიდეც რეალობად. იმისათვის, რომ ჩვენ სახელები კი არ გავაუქმოთ მხოლოდ ამ ბოროტმოქმედების
მოქმედთა მიერ შექმნილი პარტია აღარ არის ერთი, თქვენ დროს იყო ერთი, ეხლა მარტი ამრავლება დაიშალნენ და ასე ვთქვათ, გამრავლდნენ პარტიები მათი მონაწილეობით. არამედ ამ პირებმა პორტირება ვერ შეძლონ სხვა პარტიაში, ან არ შექმნან ახალი პარტია, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში პარტიის ამისთვის ეს მიზანი არის, ამას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება, ამიტომ ამის შიში თქვენ ნუ გექნებათ უფრო სწორად შფოთვა ამასთან დაკავშირებით. ბატონ სოზარს მოусმინოთ და შემდეგ ალბათ 5 წუთი არავინ არ მისაყვედურებს გამოვაცხადოთ ტექნიკური შესვენება. დღემდე ინარჩუნებენ თანამდებობებს. გასაგები ამაზე თქვენ ვცლად ისაუბრეთ და წინა გამოსვლელებმაც. ბატონო სოზარ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო დავით, უბრალოდ როცა შეეხება აი ქალბატონი თეარაზეც ლაპარაკობდა, რომ კლეიმო მოქალაქეთა კავშირის ეს კლეიმობს ამას მიწებებას ადამიანებზე ცდილობენ ხალხი, რომლებიც იყვნენ დამფუძნებლები მოქალაქეთა კავშირის. სურაბ ჟვანიაც იქ იყო, ნინო ბურჯანაძეც, გიორგი ბარამიძე ერთ-ერთი ლიდერი, მაჭავარიანს, რა ქვია, მიხეილ მაჭავარიანი, შემდეგ მინისტრიც იყო იმ ხელისუფლებაში. ძალიან კარგად გვახსოვს, რომ მოქალაქეთა კავშირის ფრაქციის და უმრავლესობის ხელმძღვანელი თავმჯდომარე იყო და ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მადლობებს უხდიდა პარლამენტის დარბაზში მობრძანებულ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს კახათ არგამაძეს, იმიტომ რომ მან წყინვალედ ჩაატარა 1999 წლის არჩევნები თურმე. თუ გაყალბებები იყო, მაშინ წყინვალედ როგორ ჩაატარა და თან კახათ არგამაძეს რო უხდიდა მადლობას შინაგან საქმეთა მინისტრს, ესეც გარკვეულწილად კარგად აჩვენებს რა ტიპის არჩევნები ტარდებოდა სავარაუდოდ. და მეორეზე მინდოდა მეთქვა, უბრალოდ მაინც რო იცოდე ჩვენმა საზოგადოებამ აი შევარდნაძე დაბერდა და ვაშინგტონ პოსტში რო დაიბეჭდა ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ, სადაც შევარდნაძეზე ძალიან უარყოფითად ლაპარაკობს. არ იყო მაშინ ვანო მერაბიშვილი იყო აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე თუ არ ვცდები პარლამენტში, თუ როგორ იყო ეკონომიკური პოლიტიკის, რაც ერქვა რაღაც ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე იყო ეკონომიკური მიმართულებით და არ იყო ესეთი მამაცი და გამბედავე, რომ ეს გაეკეთებია. სინამდვილე იყო შემდეგი. მან მისცა ინტერვიუ, სადაც აქო დაადიდა ედვარდ შევარდნაძე, შემდეგ წავიდა ამ ჟურნალისტთან ერთად კაფეში დაждდენ, სადაც იფიქრა, რომ ეხლა აღარ იწერსო და მოხსნა პირი და რასაც ფიქრობდა, ყველაფერი თქვა. იმ ჟურნალისტმა ეს ყველაფერი დაწერა. ის კი არ დაწერა, რაც ოფიციალურად ჩართულ კამერასთან ელაპარაკა, არამედ იქ რასაც ინიშნავდა და ამის შემდეგ ამას მოხდა ძალიან ბევრი ბოდიშები ვანო მერაბიშვილის მხრიდან. ეს შემდეგ გახდნენ ვითომ მამაცები, თორემ სინამდვილეში ერთი გუნდი იყო აბსოლუტურად და არანაირი განსხვავება მათ შორის არ იყო. მე იყო როცა გამზრდელთან დაპირისპირება გადაწყვეტეს და ეს ის გამზრდელი, რომელმაც შევარდნაძე მერაბიშვილი იმ დღეს მივიდა. დაუმთავრებ რა. როდესაც მიხეილ სააკაშვილი დააყენა ვაკეში მაჟორიტარ კანდიდატად, ხალხს გამოუცხადა, რომ აი ეს არის თქვენი მომავალი პრეზიდენტი, ასე რომ ეს დაპირისპირებას მერე მოხდა ისევ მათ შიგნით და დღეს ამ კლეიმოს აკრავენ სხვებს. კარგი, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო დავით ჩამობრძანებისთვის. მძიმე მოსასმენია ის ამდენი წელი უსამართლობის, რბილად რომ თქვა, რაც თქვენ და თქვენმა ოჯახმა, თქვენმა თანამებრძოლებმა გადაიტანეს და დასაფასებელია, როგორც ასე ვეძახით დღემდე მათ შორის ჩემი თაობაც, ჟვანიას გუნდის წარმომადგენლების ძალისხმევა, რომ როგორმე გადაერჩინეთ თქვენ, ვინაიდან ამავე გუნდმა ვერ გადაარჩინა სამწუხაროდ თავად ჟვანია. უფრო მეტიც ზოგიერთმა შემდეგ უკვე ჩვენი ხელისუფლების დროს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ზურგიც კი აქცია მის ხსოვნას. უნდა ჩვენ წინ ვიყუროთ ყველამ ერთად, მაგრამ წარსულს უნდა სწორი შეფასება და მადლობა რომ თქვენ ამაში დაგვეხმარეთ. წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ მცირე შესვენებას გამოვაცხადებთ, ნახვამდის ბატონო დავით, მაპატიეთ რომ ვერ გაცილებთ. სამდივნო მოგაქცევთ ყურადღებას. ჩვენ მცირე შესვენება გამოვაცხადოთ, ბოლო მოსასმენი პირი ვინც იქნება დღევანდელ სხდომაზე, ეს გახლავთ ბიზნესმენი ბესარიონ ხვინთელიანი, რომელიც
რომელსაც წაართვეს ქონება, იყო ის საპატიმროში და მორიგ გაუგონა რამბებს მოусმენთ მას მისგან მოვისმენთ რაც ხდებოდა ბიზნესმენების თავს სააკაშვილის რეჟიმის დროს. ჩვენ სამის ნახევარზე განვაახლებთ ხდომას, გთხოვთ გამორთოთ პირდაპირ ეთერი.